გამარჯობა, თქვენ უყურებთ კონცეპტორის პოდკასტს, რომელიც ეძღვნება ინტერიერის დიზაინს და რემონტს. აქ იქნება საუბარი როგორც კონკრეტულ დეტალებზე, ასევე დიზაინერის იმ გამოცდილებაზე და ემოციებზე, რომელსაც იგი ინახავს თავის პროექტებში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მეგი დევაძე და მარიკა პიროშვილი, ფორტისის წარმომადგენლები და დღევანდელი ჩვენი თემატიკა იქნება რა უნდა ვიცოდეთ რემონტის დაწყებამდე. რა უნდა გავითვალისწინოთ დეტალური რჩევები და რეკომენდაციები გვექნება დღევანდელი პოდკასტის მთავარი თემა. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ გვეწვიეთ და დღევანდელი საინტერესო პოდკასტი იქნება, იმიტომ რომ რემონტის დაწყებისას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი უჩნდება მომხმარებლებს, საიდან უნდა დაიწყოს, როგორ უნდა დაიწყოს და ეს შემდეგ. მაგრამ სანამ ამ დეტალებზე გადავალთ, მანამდე საინტერესო იქნება ფორტის შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას წარმოადგენს, რამდენი წელია ბაზარზე ხართ და როგორ მოხვედით დღემდე, აქამდე. კომპანია ფორტისი უკვე იქნება სადღაც მე-9 წელი. მე-9 წელი ხო იქნება. საკმაოდ დიდია. ზოგადად დიზაინებს და არქიტექტურას ვაკეთებთ სადღაც 20 წელზე მეტია. მაგრამ კომპანია ფორტისი რაც დაარსდა, ეს არის იქნება სადღაც 9 წელი. კომპანია ფორტისი არის კომპანია, სადაც იქნება ინტერიერები ყველა მომხმარებლისთვის. ანუ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მიმართულება, რომ აი რაღაცა სტილზე ვმუშაობდეთ. ეს არის კომპანია, რომელიც ყველა ადამიანს ერგება და ალბათ ამით ვართ ბაზარზე ცნობილები. მე და ჩემი პარტნიორი მარიკა, რომელსაც ყავს სადღაც რამდენი იქნებიან 1-12 დიზაინერი ალბათ. ვერასოდეს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ კომპანიაში ძალიან ბევრი ინტერიერის დიზაინერი გაიზარდა. და ძალიან ბევრი ესე დავაფრთიანეთ, მე გავუშვით, მაგრამ ჩვენი მეგობრები არიან დღემდე და მგონია რომ ერთ-ერთი პლუსი ჩვენ კომპანიას ეს აქვს, რომ გარდა იმისა, რომ ინტერიერის დიზაინებს ვაკეთებთ, ვეხმარებით კიდევაც ხოლმე რაღაც დამწყებ დიზაინერებს, რომ რაღაც დაკვალიანდნენ ამ სფეროში და რაღაცა ეს გამოწვევები, რაც ინტერიერის დიზაინს აქვს, გაითავისონ და შეუდგნენ მე ისეთ რთულ გზას, რომელსაც ინტერიერის დიზაინერის მოღვაწეობა ქვია. ძალიან საინტერესოა და დასაფასებელია თქვენი მხრიდან ეს ნაბიჯი. ინტერიერის დიზაინით წარადგინათ აზომ დღევანდელი თემა, ანუ საიდან უნდა დავიწყოთ, როგორ უნდა იყოს, რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მომხმარებელმა, ანუ სანამ თქვენამდე მოვა, რატომ უნდა აგირჩიოთ, მაგალითად, აი მოდი რადგან ფორტისზე ვლაპარაკობთ, აი რატომ უნდა ავირჩიოთ ფორტისი? აი ამ კუთხიდან ძალიან რთული კითხვა. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის. ძირითადად ჩვენთან მოდის დამკვეთები მოდიან რეკომენდაციით. რაღაცა ჩვენი სათქმელი ვთქვით უკვე, რაღაცა დონით ვართ ბაზარზე. როდის არის სწორი მომენტი ინტერიერის დიზაინერთან მიმართვისთვის რემონტის პროცესში თუ რემონტის დაწყებამდე? ანუ რა ეტაპებად იყოფა და რას მოიცავს თითოეული ეტაპი? სანამ რემონტი დაიწყება, ჯობია ალბათ ერთი თვით ადრე. ნუ გააჩნია სივრცეს, რა სივრცე გვაქვს ესე გასაკეთებელი. როდესაც სწორი გეგმა გაქვს, მუშანახაზები გაქვს, უკვე გადაწყვეტილი გაქვს და შეთანხმებული ხარ დამკვეთთან პროექტზე და ვიზუალიზაციაზე, მერე უკვე მარტივია პროექტის გაკეთება და ეს უკვე აღარ ახანგრძლივებს დროს. აი პირველ ეტაპზე მაინც ხდება პირველადი შეხვედრა დამკვეთთან, სადაც მიდის გასაუბრება, უმჯობესია ცოტა მომზადებული იყოს დამკვეთი და რა უნდა, ანუ თავისი საჭიროებები გითხრას, რა მოწონს, რა არ მოწონს. აი რამოდენიმე რეფერენსი არის საჭირო ჩვენთვის, უბრალოდ აი მიმართულება რომ მიგცეს, როგორი სტილზე ვიმუშაოთ. დანარჩენი პირველ ეტაპზე, მას შემდეგ უკვე ეს 2D პროექტი, ავეჯის ნახაზები, ზომები, დაგეგმარება. შემდეგ 3D ვიზუალიზაცია და რემონტის პროცესში ჩართულობა, მასალის შერჩევა. იცი რა მომენტში მოდიან ხოლმე, აი ზუსტად დამკვეთები მოდიან ჩვენთან, რომ ხვალ გუშინ მჭირდებოდა ელექტროობა და ეხლა უნდა გაიყვანონ ელექტროობა და ეს კომპანიები უკვე კომპანიები კომპანია რო აძლევს, მაგ მომენტში ელექტროობა უნდათ და უცებ, მაგრამ დიზაინერი ჭირდება. ხშირ შემთხვევაში მაგ დროს ხდება ხოლმე მაინც კორექტირება ელექტროობის, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს ესე სწრაფად უცებ გაკეთება რაღაცა რამოდენიმე დღეში ელექტროობის, იმიტომ რომ თუნდაც იმ ტიხრების ამოყვანას თხოვენ და რაღაცა ტიხრები უფრო მარტივია, რაღაცა არ ჭირდება ბევრი ფიქრი ახლა ეს მაგრამ ეს ელექტროობა მაინც დასაკორექტირებელი გვაქვს საბოლოო ჯამში. მაგრამ რა თქმა უნდა ჯობია რომ დასრულდეს პროექტი
შედგეს ეს ვიცოდეთ ყველაფერი სად თლიანი ვიზუალი გაკეთდეს, რა 3D ვიზუალი და მე განშლები გაკეთდეს და ნუ აი მომზადეთ პროექტი და მე ძალიან მარტივად მიდის ყველაფერი. ანუ პირველ რიგში ჯერ თემატიკას ირჩევს მომხმარებელი, რა თემატიკით უნდა გამოიყურებოდეს თავისი ინა და შემდეგ გადავდივართ უკვე სხვადასხვა ნიუანსების გასაკვირად. კი ბატონო, აი პირველად შეხვედრის დროს ხო იმდენად აი რაღაცა შეიძლება საათობით გაგრძელდეს ჩვენს შორის ურთიერთობა. ჩვენი კითხვარები გვაქვს, ანუ რაღაცას ვეკითხებით, რაღაცას თვითონ გვეუბნება და ვიცნობთ უფრო კარგად დამკვეთს და ვგებულობთ მათ მოთხოვნებს და იქიდან გამომდინარე უკვე მივყვებით შემდეგ ეტაპებს, ანუ ეს გეგმარება და ასე შემდეგ. თარიელ ბინაში როდესაც შევდივართ, ტიხრების დაგეგმარება როგორ იწყება? ერთია რომ გავიგეთ თავიდან ვიღებთ ვიზუალს, როგორი თემატიკის უნდა მომხმარებელს ეს ვიზუალი წარმოიდგინოს, პირობითად ლოფტის სტილი ავიღოთ, ან თანამედროვე დიზაინის მიმართულებით რაღაც არ აქვს მაგას მნიშვნელობა, როდესაც შევდივართ თარიელ ბინაში, ტიხრების გეგმარებას როგორ ვიწყებთ? რა არის მნიშვნელოვანი, სანამ ტიხრებს ამოვიყვანთ, გავითვალისწინოთ წინასწარ? პირველ რიგში რა მოთხოვნები აქვს მომხმარებელს? თვითონ მომხმარებელს, ხო. გეგმარება კეთდება უფრო აი ფანჯრების მიხედვით. რამდენი ფანჯრაცაა და რა ზომის ფანჯრებიცაა და ამ ფანჯრებს შორის დანაყოფები, ამის მიხედვით ხდება განსაზღვრა რამდენი ოთახის გამოყვანა შეგვიძლია. ანუ რეალურად მეორადი განათებით იშვიათად ვაკეთებთ ხოლმე, ძირითადად ვცდილობთ რომ არ გავაკეთოთ და ბინები იყოს თავისი განათებული და ისე კომპაქტურად დალაგებული ყველა ოთახი, ამიტომ პირველ რიგში ვითვალისწინებთ რა უნდა მომხმარებელს. ანუ ზოგჯერ ყოფილა მოსულა მომხმარებელი და გინდა თუ არა ეს მეორადი განათებით რაღაცა ოთახი მჭირდება, მაშინ იძულებულები ვართ ხოლმე რომ რაღაც გამოვიყვანოთ მეორადი განათებით, მაგრამ ისიც ლამაზი იყოს, განიავება ხდებოდეს იმ მეორადი ოთახის და ასე შემდეგ. და განათება. და შემდეგ უკვე როცა გავიგებთ რა უნდა მომხმარებელს, მე უკვე უყურებთ სად დგას დგარები. ანუ გაყვანილობები სად კეთდება, ძირითადი საკანალიზაციო და სამზარეულო და აბაზანისთვის ადგილები განსაზღვრულია ხოლმე, გადაგვიტანია კიდევაც, მაგრამ რა გარკვეულ რისკებთანაა გადატანა დაკავშირებული. და სად კეთდება ქვაბი, სად კეთდება კონდიცირება, ანუ აი ესეთ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას და გეგმარება ამის მიხედვით. ანუ როგორც მივხვდი, კვადრატული მეტრი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც სწორი გეგმარება არის. არანაირად შეიძლება 9 კვადრატული ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე 18 კვადრატული საძინებელი. აი ჩვენთვის უფრო ზომებს აქვს მნიშვნელობა, რომ ჩაეტიოს ცარიელი სივრცე შეგვდაგხვდეს რა ობიექტზე, სადაც ჩვენი ჭკუით და ჩვენით დავალაგებთ ამ ყველაფერს. როდესაც უკვე არსებული ტიხრები უკვე გვხვდება, ხო, და თეთრი კარკასი გვხვდება, იქ ასე თუ ისე ხანდახან არის ხოლმე სიტუაციები, რომ დამკვეთს არ უნდა გადაკეთება, ზედმეტი ხარჯის გაწევა. ნუ შეძლებს დაგვარად, ხო, რაღაცა პატარა ჩარევები მაინც გვიწევს ხოლმე. ანუ შესაძლებელია ჩვენი კომფორტისა და პრაქტიკულობის გაერთიანება. თუნდაც ყველაზე რთული მაინც არის რთული რა ესეთი საფიქრალი და მოსაფიქრებელი სამზარეულოს დაგეგმა, ანუ დამკვეთს ვეკითხებით, ანუ რას იყენებს ეს ჭურჭლის არიცხის მანქანა, იქნება მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი და აი ამის მიხედვით, ანუ ეს საპროექტო დავალებას გვაძლევს ჩვენ და აი ამის მიხედვით ვაგეგმარებთ მე. ანუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იცხოვროს ბინაში, ყავ თუ არა შინაური ცხოველი მაგალითად და ნუ აი ამ ყველაფრის რაღაცა გაჩვევებია, აი ამ ყველაფრის გათვალისწინება. რა ფერების სიამოვნებს, ანუ ზოგადად რაღაცა ჩვენი კითხვარი გვაქვს, რომელსაც უსვამთ ხოლმე ჩვენ დამკვეთს. ძირითადად ჩვენ ვეკითხებით ხოლმე, აი დიდად არ უღლით ხოლმე, ეხლა დამკვეთს რომ მაინც ესე მომზადებული მოვიდეს. ჩვენი კითხვები გვაქვს. ხო, ანუ ცოტა ის ძაბავთ უფრო რომ რაღაცა ესე ოფიციალური ეს ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ ვცდილობთ გაუმარტივოთ ყველაფერი დამკვეთს რა. რაღაცა მოწონთ ხოლმე ესე ჩვენთან ყოფნა რა, აი ხშირ შემთხვევაში აი შეიძლება რაღაცა რო გვაქვს 1 საათი შეხვედრისთვის, აი 2 და 3 საათი გაგრძელებულა და რაღაცა ჩვენთვისაც პირიქით კაია რა. რაღაცა რაც უფრო მეტი ინფორმაციას გებულობ დამკვეთისგან, უფრო ხარისხიან პროდუქტს დებ, ხო, უფრო რაღაცა შედიხარ ამ სიღრმეებში. თავარი არის მაინც დიზაინერმა იცოდეს ჩვენთვის, აი რა არ მოწონს. აი რა არ მოწონს. შეიძლება ძალიან ყველას ურჩევ ყველა ადამიანს, რომ რა არ მოწონს ეს უთხრან პირველ რიგში. იმიტომ რომ ყოფილა რომ აი ხო, იმიტომ რომ აი რა არ მოწონთ, ხო, აი აღმოჩნდება ხოლმე რომ ვიღაცას ხე ძალიან არ მოწონს და არ უნდა ხე. ფერია ისეთი მაგალითად ერთმა დამკვეთმა რაღაცა შავი დეტალები გაუკეთე და რას ლაპარაკ მოაშორეთ შავი ფერი, შავად წამივა საქმეო. ხო, ანუ აქვს რაღაცა. ამიტომ ამ მნიშვნელოვანია ეს საუბარი პირველადი შეხვედრა, ხო?
და მე მუდმივი კომუნიკაცია ჩვენ შორის, აი მე მუდმივად რაღაცა მოდის რაღაც შეკითხვები, შეხვედრები და ნუ აი აქ უკვე ანუ სწორი ინტერესები და საჭიროებების წინასწარ გაგება და ამის მერე უკვე იგეგმება რაღაცა რჩევები გვაქვს, შეიძლება რაღაცა ისეთი მოწონდეს, რომელიც ვიცით, რომ აი რამოდენიმე წელში ის არატრენდული იყოს და მართლა მობეზდება. აი ჩვენი რჩევები გვაქვს, ანუ და ითვალისწინებენ ასე თუ ისე და ძალიან კაია რომ გვიჯერებენ ხოლმე. რა გქონეთ ისეთ გამოცდილება, სადაც დამკვეთი ჩიხში ყოფილა შესული მომხმარებელი და ამ ჩიხიდან გამოგიყვანიათ. რამდენი ჩიხიც გინდა, იმდენი ჩიხი შეგვიძლია გავიხსენოთ. შეიძლება აი მაგალითად ერთი მაგალითად ავიღოთ, რახან ტიხლებზე ვლაპარაკობდით, თუ შეზღუდული კვადრატული მეტრი გვაქვს პირობითად 50 კვადრატი, ტიხლები როდესაც ამოვა, ძირითადად შეცდომა რა არის ტიხლების განლაგებაში, რაც რეალურად სივრცეს აპატარავებს შემდეგ. აი ეხა ერთი მაგალითით გეტყვით, ეხა გამახსენდა ზუსტად რა. იმ დღეს გავაკეთეთ. თქვი რომ სახლი გაქვს გასაკეთებელი და ამაში დახმარება გჭირდება. აი 50 კვადრატზე მიდის ახლა. აქვე დავაპროექტებთ ახლა მოიცადე. ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ეხა რაც შეგვხვდა ბოლო დროს, პატარა ბინა ქონდა გასაკეთებელი. ეს იყო საინვესტიციო ბინა, იყო რომელშიც იყიდა დამკვეთმა აზრი არ იყო რა ხდებოდა შიგნით, просто მოიწონა იყიდა და ვერსად ვერ კიდევ ტელევიზორს. იმიტომ რომ წინ ფანჯრები გაქვს, ყველგან ფანჯრებია, ისეა დაგეგმარებული, რომ მოკლედ ეს შენი დივანი იდგმება და ტელევიზორს ვერსად ვერ კიდევ და ბოლოს ავდექით და რაღაცა დეკორატიული ტიხარი ამოვყოლეთ, გამყოფით სამზარეულოს და ამ დივანს შორის და იქ დავკიდეთ ტელევიზორი და ძალიან ყვაყოფილი დარჩა. ბევრი ნიუანსები. აი იცი რა, ძალიან მნიშვნელოვანია აი პატარა ბინას მით უმეტეს როცა ყიდულობ, ხო, სწორი გეგმარება კონდეს თვითონ სამშენებლო კომპანიასაც გაკეთებული რა. თუ არა და ვიდრე იყიდი, მანამდეც რჩევის სახით შეგიძლიათ მიმართოთ ინტერიერის დიზაინერს და კითხოთ, რომ აი ეტევა თუ არა, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ კომპანიები აკეთებენ გეგმარებას, სადაც არ ითვალისწინებენ აბაზანაში არ ეტევა არც უნიტაზი, არც ხელსაბანი, არც საშხაპე, ყველაფერი ისეა დალაგებული, რომ შანსი არ არის. ისე არის, თქვა, ან გზელია, ვიწროა, ან პირიქით რაღაცა ისეთი ოთხკუთხედია, რომ ვერაფერს ვერ ატევ. დაახლოებით მაინც რაღაცა ზომები ისე უნდა გაითვალისწინო, რომ თქვათ, უნიტაზისთვის მინიმუმ 80 სანტიმეტრი დაგრჩეს და აბაზანისთვის 90 მინიმუმ. გალესვის მერე რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბინას ყიდულობ, ეხლა თუ თაზო შენ გაინტერესებს, მით უმეტეს შენთვის ალბათ აქტუალური იქნება. აუცილებლად თუ შავ კარკას ყიდულობ, მოამატე სადღაც 4 სანტიმეტრი აქეთ-იქიდან, იმიტომ რომ გალესვის მერე ბინის ზომები აბსოლუტურად იცვლება. მით უმეტეს რომ მოგეტანა და გაგვეარა. შენ არ იყო პრობლემა. ანუ კიდე რა არის ხოლმე ცი, აი პატარა ბინებში რას სად იკარგება ფართი, ანუ არის ძალიან დიდი რიგელები. რიგელები სადაც, ანუ საფარდე უნდა გაკეთდეს, ახლა უფრო ლამაზია, ჭერიდან დაშვებული ფარდა, ხო? და ხშირ შემთხვევაში ეს რიგელი და ფანჯარა რაღაცა გაჭედილია და იქაც ვერ გააკეთებს საფარდეს რა, ამიტომ გვიწევს სადღაც შეიძლება 30-40 სანტიმეტრი დაგვეკარგოს ამის გამო. აი 12-13 სანტიმეტრი ხშირ შემთხვევაში 15 სანტიმეტრი გვჭირდება ხოლმე გააჩნია რა სისქის ფარდავს ვკიდებთ საფარდე. აი ეს ფართები იკარგება. ნუ აქაც გვაქვს რაღაცეები ას მოფიქრებული, რითაც შეიძლება რჩევას მივიღებ, როგორ შეიძლება ეგ გამოყოთ ეგრე, როდესაც საფარდესთან რიგელი არის ცუდად დაპროექტებული. აი გეტყვით ახლა, ჯერ ერთი პირველ რიგში თუ რიგელის ქვეშ აკეთებ ფარდას, ანუ სხვა გზა არ გაქვს და რიგელის ქვეშ აკეთებ, აუცილებლად შეხედე კარი გაიღება თუ არა. იმიტომ რომ ზოგან მთლიანი კარია, ეს ფრამუგის გარეშე, ზედა სარკმელის გარეშე კარი და რო აღებს ფარდას ვეღარ დაკიდებ, შანსი არა, საფარდეს ვერ დაამაგრებ. პირველი ეგ. თუ ვერ აკეთებ, ხო, მაშინ ესეთი ლაიფჰაკი. ანუ თვითონ რიგელების გვერდით, ხო, აქით-იქიდან 1-30 სანტიმეტრი აიღეროს, ფარდა დაკიდო. ხშირად საძინებელში ხდება ხოლმე ეს ამბავი, იმიტომ რომ რიგელი რო გამოწეულია 40 სანტიმეტრის ფარდას რო კიდებ, შუქი მაინც შემოდის რა გვერდიდან. შეგიძლია აი აქ გვერდებში რაღაცა კარადებივით ჩააშენო. და აი ამ კარადებს შორის მოაქციო ფარდა მე. საფარდეს ზემოთ. ფანჯრებთან იქნება ფარდა გამო. ხო, ანუ აქით-იქიდან რაღაცა კარადებს გამო. წყარო აღარ შემოდის და აღარ შეგაწევს. აღარ უნდა მიაქციო ყურადღება, იმიტომ რომ მით უმეტეს საძინებელში, ვისაც უყვარს წილი ბნელ საძინებელში, ვერ დააბნელებ, მაგ შემთხვევაში თუ რიგელი ძალიან გამოწეულია და ჰაერში გრჩება ფარდები. ან ბოლომდე უნდა გააკეთო საფარდე, მაგრამ ფარდას რიგელის უკან ფარდს კარგავ. სტუდიოს მისაღები მაქვს და ის სტუდიოს მისაღებში მაქვს ზუსტად მსგავს პრობლემა, რიგელი არის ზედა მხარეს
და პირდაპირ ანუ იცით აზო ვისაც უნდა მიმართო და ამას მოგიფიქრებთ შენ. უცბად მოგიგვარებთ აი მაგრამ რადგან სტუდიო ხსენათ აზომ ზოგადად სტუდიოს ვიყენებთ იმ შემთხვევაში როცა არის ფართი ანუ არასაკმარისი იმისთვის რომ იზოლირებული სამზარეულოც იყოს ამ შემთხვევაში და ასეც ნოიტყვი იმიტომ რომ ჩვენ პროექტებსაც ხო ვაკეთებთ არქიტექტურულ პროექტებსაც და პროექტებს გვაკეთებინებენ ეგრე რომ იყოს გაერთიანებული სამზარეულო და დიდი ოთახი. კომფორტულია უფრო დიასახლისისთვის. ხო, აი მაგასთან მინდა და ზუსტად ჩემთვის არ არის კომფორტული ახლა ეს კი, თქვენი აზრით მნიშვნელოვანია აი ისე რომელიც უფრო არის მოთხოვნა სტუდიოს მისაღებები გაკეთდეს თუ ცალკე უფრო სტუდიო და რაღაცა ეს რაღაც გამყოფი ტიხარი მაინც უნდა კონდეს მინის ტიხარი ხო ну თან რაღაცა საჭიროების შემთხვევაში გააღებ და ნუ რაღაცა სივრცის ახმარო კონდეს უფრო გეტყვი რა მანდრა მთავარი მნიშვნელოვანი რა არის გაითვალისწინო ვინ ცხოვრობს ოჯახში რა როდესაც მხოლოდ თოლქმარი ცხოვრობენ მაშინ და კომფორტულია რომ ერთ სივრცეში ცოლი როდესაც ან ქმარი საჭმელს აკეთებს და ცოლი უყურებს ტელევიზორს ერთად იყვნენ ხო და როდესაც ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილები ერთად ცხოვრობენ, მაშინ ბევრად კომფორტულია ცალკე სამზარეულო. პრაქტიკული პრაქტიკული არის ხო. თამო შენთან რა ხდება? ანუ შენ როგორ გიჩვენია იქით? მეც ალბათ მირჩენია უფრო იზოლირებული სამზარეულო. რატომღაც ესე მეპრაქტიკულება. სიმართლე რო გითხრა პროცენტულად რო ავიღოთ 90% სტუდიოს გვაკეთებინებს. არა, გვაკეთებენ ნუ პატარა ბინებში და კორპუსების ბინებში რაღაცა მიძულებული ვართ და არიან რომ გააკეთო სტუდიო, იმიტომ რომ ეს არ არის გათვლილი ცალკე სამზარეულო, თითქმის რა ვიცი, აი აღარ გვხდება ახლა ახლანდელ მასში პროექტებში. ძირითადად მაინც უფრო სტუდიო. არა, ყველაზე კარგი იცი რა არის, აი ყველაზე კარგი გეგმარება რა არის, იცი, როდესაც არის სტუდიო სასადილო ოთახთან ერთად გაერთიანებული და ცალკე მოსაჯდომი, სადაც ტელევიზორს უყურებ, ცალკე ოთახი რა. კი, აი ალბათ ეგ ვიგულისხმობ. ეს არის ყველაზე კომფორტული გამოგება საკითხი. მასშტაბიდან ხო. ანუ სამზარეულო დიდი კარგია რა, აი ეს რაღაც ისეთი შეჭუჭმული ამიტომ არის რომ ალბათ პატარა სივრცეში ვაერთიანებთ რომ აი მოცულობითიც რომ გამოჩნდეს და თან ორივეს ფუნქციას ითავსებს ამ პატარა სივრცეზე ვლაპარაკობთ ეხლა ალბათ თაზოსთვის უფრო აქტუალური პატარა სივრცეა და შეგვიძლია უპრობლემოდ შეგვიძლია ამ პატარა სივრცეზეც ვილაპარაკოთ ალბათ ბევრი მომხმარებლისთვისაც საინტერესო იქნება და არ იქნება პრობლემა როგორ გავზარდოთ სივრცე რა ბევრი საგვაქვს რომ გამოჩნდეს უფრო ისეთი ჩვენ მე და მე ვიზუალურად სწორად ხშირად მოგზაურობთ და ნუ რაღაცა სასტუმროებში ხო ნუ ხდება ერთი ნომერი ხო იქ ახლა და აი რო შევასევით ხოლმე ამ კარადებს ამას აი ვათვალიერებ ძირითადად პირველი ჩვენი შესვლა არის დათვალიერება აი როგორი ისენია თქვათ გამოყენებული ანუ რაღაცა რომ კომფორტული რო იყოს სადაც კარგში ყველა შენობაში ესე ვარ მაგრამ პატარა დეტალებს უყურებთ რა და ჩვენი გარდა იმისა რომ რაღაცა ბევრი ფოტოებს ვიღებთ აი უამრავი კოლაჟი გვაქვს რომ აი კარადებს უღებთ რაღაცა ეს როგორ გააკეთეს და ანუ საის ანუ გამოწვევაა ხა ეს დიზაინერისთვის მაგრამ გაკეთებადია რა უნდა გითხოთ რომ გაჩვენონ ეს გალერეა ხო გაკეთებადია ხო ანუ მან საინტერესო გალერეებია ხო მან როგორ არის და ნუ არ უნდა იყოს ძალიან ბევრი ავეჯი, ანუ არასაჭირო ნივთები არ უნდა კონდეს რა, ისეთი ნივთები, რომელსაც ხო გადატვირთავს და თან იშვიათად იყენებ. ხო, ანუ რაღაცა ბოლომდე ჭერამდე აყვანილი კარადები, ვთქვათ, რაღაცა და მოძებნილი ნიშები, სადაც თქვა თაროების და ამ ნივთების შენახვის პრობლემაა ძირითადად ამ პატარა სივრცეებში. ეს მოგზაურობაზე რატო გაგახსნა? ხო, არა, იმიტომ რომ აი სულ უყურებთ აი პატარა ფართებში რომ შევდივართ, ხო, რომ შევდივართ, აი რაღაცა აი სულ უყურებთ ამას, ანუ რაღაცა ის როგორ შეიძლება რომ დაგეგმარდეს და საჭირო ნივთები, ანუ ზედმეტი არაფერი არ არის და თან აი კომფორტულად ხარ რა, მარტივად ალაგებ შენ ნივთებს და რა. სამზარეულო სტუდიოს მისაღებში გამოდის კუთხის რა. და ძირითადად შემთხვევაში გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩასაშენებელი ტექნიკა რაც არის, ერთიან ვიზუალში იყოს ყველაფერი ჩაშენებული, რომ ის ცალკეული ვიზუალები რაც არის, ცალკე გამოყოფილად არ იყოს რა. მაგალითად, მაცივარი არ იყოს ცალკე გამოყოფილი და ამოვარდნილი არ იყოს მთლიანი დიზაინი და ერთიან ხედით რო შეხედავ სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკა იმის გამო მაქვს გადაწყვეტილი, რომ ერთიანი ვიზუალი იყოს შექმნილი და ცალკე ამოვარდნილი არ იყოს. მაგრამ საძინებელში და სხვადასხვა ადგილზე, სადაც სივრცე მაქვს დარჩენილი, ვაპირებ, რომ ჭერამდე ავიყვანო ეს სათავსოები და რამდენად გამართლებული იქნება ამ შემთხვევაში დიზაინი კარგად გამოჩნდება თუ არასწორი იქნება და მაგალითად ძალიან სწორია. ძირითადად ესე ვაკეთებთ ხოლმე და ესე ურჩევ ჩვენ დამკვეთებს, ანუ რაც უფრო ნაკლებად ჩანს სამზარეულო, ხო, რაღაცა ეს მაცივარი, უშველებელი, რაღაცა ეს
უფრო რაღაც უფრო სტუდიოს ტიპში ჯობია ჩაშენებული მაინც ყოველფერი არ უნდა კონდეს რა ჩაშენებული მაციო არის ჩაშენებული თქვათ მიკროტალღური ღუმელი ხო ეს სწორი მიდგომაა რა თქმა უნდა ხო აი ნაკლები ნივთები უნდა ჩანდეს რა ეგ არის რა აი რაღაცა სივრცის ახმა რო კონდეს ამ პატარა ფარტში ხო ნაკლები ნივთები უნდა კონდეს არასაჭირო ნივთები უნდა დაიყვანო მინიმალურამდე რაც შეეხება კარადებს ჭერამდე ალბათ უფრო პრაქტიკულის არის მით უმეტეს ახლა დიასახლების რომ ხო აი ზედმეტი ნივთების მარტივად მოსავლელი მასალას ვირჩევთ ხოლმე მე კაი დიზაინერი ვარ მაგიტო რა რაღაც ყოველთვის ვითვალისწინებ ითვალისწინებს რომ თქვა ეს რაღაც აბაზანა დასადგამი აბაზანა სად როგორ გაიწმინდება აი ის არ გაიწმინდება მე ყოველთვის ამოხვილებს ხოლმე რომ ძალიან რთულია აი გაწმენდა აბაზანის და გოგო მეთქი იქნება წმენდავენ და ერთი წამი შეეშვი რაღაცა მარტივია რა გადაწიე ხელი და გაწმენდა მაგრამ ეს მეგისისა აქვს რაღაცა ანუ მაინც პრაქტიკულობაზე მივდივართ ანუ პრაქტიკულობაზე ხო და კომფორტი და ერგონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია რა დაგეგმარების დროს პირველი არის ერგონომიკა რა აი შენით რო აგეგმარებ მე ძალიან მეგობრს როცა აი თვითონ 20 წელზე მეტია ხო ვაკეთებ დიზაინს და რო შევდივარ სივრცეში აი ესე ვერ ვამბობ რომ აქ მაცივარი იქნება აქ ტელევიზორი და რამდენი დამკვეთი მყავს ესე მოვა და აქ ტელევიზორს დავდგამ აქ ის ანუ აი უნდა ყოველ მილიმეტრს ვითვლით ხოლმე თუ ნახაზი არ აქვს ვისაც ნახაზი არ აქვს ურჩევ რომ აი ცარცით ესე დახაზოს ჩვენ როგორ ვაკეთებთ ესე გეგმარებას რო ვაკეთებთ მე ადგილზე უხაზავთ ხოლმე ყოველთვის რა აი მაგალითად სამზარეულო ყოველთვის აი ხა ხომ მიხვალ შენთან სახში ესე დაყავი ნაწილებად 60 დაახლოებით მირობენია სხვა შორის ხო გარდა მაგისა ხო აუცილებლად აი ეს მაგიდას ხაზავთ იატაკზე დივანს იმიტომ რომ ხაზობ ფანქრებით დავდივართ ბევრი დამკვეთს ვერ აღიქვავს სივრცეს ბევრი დამკვეთი კი არა და ბევრი ადამიანის სივრცეს ვერ აღიქვავს მე შეჩვეული ვარ ვიცი რომ აი ხა ამ 60 სანტიმეტრში შენ გაივლი მაგრამ მე უცბად აღმოჩნდება რომ აი თან რა არის იცი აი პროექტის აი სპონტანურად ნაყიდი ნივთები ძალიან ართულებს მე აი უცებ ფასდაკლებაზე ყიდულობენ ტექნიკას რაღაცა მიკროტალღურს ღუმელს მაციوارს დიდ მაციوارს რომ რაღაცა კარგ ფასში ყიდულობენ მაგრამ მე უკვე ხო მე უკვე პრობლემა ხდება ანუ ვერ ზომებთან და ხო ეხლა გვაქვს ესეთი შემთხვევა რა რაღაცა ნაყიდია გოგოს წინასწარ ყველაფერი ფასდაკლებით იაფად, მაგრამ აღმოჩნდა რომ უკვე რომ დავაგეგმარეთ არც მაცივარი არა, ტევა არც მიკროტალღური და ნუ აი მიკროტალღური ანუ ღუმელი პროსტორეთ რაღაცა გვიწევს რომ ქვემოთ გავაკეთოთ, გასქურის ქვემოთ და ნუ არა აქვს საკმარისი არ უნდა იყიდა მიკროტალღური და იყიდა. წინასწარ ყიდვები ცოტა ართულებს რა. ანუ აძვირებს ნუ ხო, შეცდომაა, ხო. წინასწარ შეცდომა. ანუ საწოლი მაგალითად დიდი საწოლი რა ვთქვათ გასავლელი სივრცეები აღარ რჩება, ну ლამაზია მოგწონს, მაგრამ მე უკვე იქ წინასწარ არ შეიძინა ბოდიში წინასწარ წინასწარ ხაზო არ იცი არა. ჩვენ გვემორჩილები გვიჯერებ. ელექტროობა უნდა გავაკეთო და ელექტროობის პროცესში ვარ ახლა უნდა ელექტროობა რის მიხედვით აკეთებ ელექტროობას? საჭიროების მიხედვით. აბა ამდენ დიზაინერთაგან ურთიერთობა და ერთი ნუ რა შენ შეგიძლია რაღაცა მოაწყო რაღაცა ის კონკურსი ხო და რაღაცა მოგვიყვეს კონკურსი შემდეგი პოდკასტი ბინაში ხო არ ჩაგვეწერა მართლა აი ესეთი ისე რომ მოდიან ხო აი წინასწარ ეხლა დღესაც ვიყავით ობიექტზე გაკეთებული აქვს ელექტროობა ყველაფერი თავისი რევერს აღმოჩნდა იქვე მივხვდი რა ჩვენ ესე გვაქვს რა თვალი უკვე შეჩვეული რომ შედიხარ რომ პირდაპირ მინუსებს ხედავ და ნუ აი ეს გოგო ფიქრობს რომ ეს რაღაც აქეთ გადმოწიოს ეს კარი მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ კარის გადმოწევა მთლიანი ელექტროობის შეცვლას მოითხოვს ანუ ეს წინა კარის გაღებამ შეიძლება შეცვალოს მთელი ელექტროობა კომპანია არ გაჩქარებს შენ მარჟრივ დააყენე და მე მარცხნივ გააღე კარი მაშინ რაღაცა უნდა ერა მარჟრივ გააღე მაგაზე ვართ ახლა ჩვენ რომ აი ეს თემა რომ პირდაპირ უნდა გეგმის გარეშე პროექტის გაკეთება ძალიან რთულია ეს მერე გიწევს გადაკეთება რა და ეს გადაკეთება მერე ზედმეტ ხარჯებთან არის ხო ხელოსანი ესე არ ჯიგრულად არ გაგიკეთებს რა მე მესმის ახლა იმათიც რომ შრომას წევს და ნუ რა თქმა უნდა ამ გადაკეთებაში თანხას იღებს ეს ხო ესეც ცალკე ხარჯია ასე რომ ცალკე ხარჯია ხო კედლის ჩამონგრევა გაწევა მოდი ეს ამიტომ გეგმის გარეშე პროექტის გაკეთება გეგმარების გაკეთება ნაკლებად გაცილებით ნაკლები ხარჯია ვიდრე გადატანა მერე ჩვენს მოხარებლებსაც რო ვთქვათ ახლა და მე ძალიან მაინტერესებს ელექტროობის დაგეგმარება საიდან უნდა დავიწყოთ შემოსასვლელით შედი ბინაში შედი კაი არ ყავს ეს თან წარმოვიდგინე რომ ბინაში უნდა შევიდე შეხვედი ბინაში აი შედი შენი ყველა შენი მოქმედება განიხილე ოღონდ მართლა ესე განვიხილავთ ხოლმე სადანთე
შეხვედი. მარჯვენა მხარეს. ხო, კარი როგორც იღება, ანუ ხო, ესე იღება და მარჯვენა მხარეს. ესე იგი, ანთებ. თუ ასე იღება, მაშინ მარჯვენა მხარეს აქ. ანთებ, მე შეხვედი ბინაში, რა ანთებ პირველი. აი, მართლა ეს სცენარი მთლიანად უნდა გაითამაშო და მე ხვდები, სად რა უნდა გააკეთო რა. თუ ჩვენ არ აგვირჩევ და არ გაგვაკეთებინებ დიზაინს, ესე გააკეთე შენ სახში. შეხვედი, ანთე. პირველი ანთე და აინტრო სტუდიოს როცა პატარა ბინა, კაი დატოვე ეს ანთებული, შეგიძლია მე დაბრუნდე ჩააქრო, რადგან პატარა ბინა, მაგრამ თუ დიდი ბინა, მეორე გამოფთვალე უნდა გააკეთო სადმე სხვაგან, რომ აქ რო დატოვე ჩართული, რაღაცა გაიხადე, დააწყენი ვთები რაღაცა, აუცილებლად აი ეს პატარა დეტალებში არის, აი ესეთი სცენარი, ერთი დღის სცენარი უნდა ჩაატარო რა. რა გააკეთე მე, სად შეხვედი, აბაზანაში შეხვედი, რა ჩართე? ანუ გარედან ჩართე თუ შიგნიდან ყველა სხვადასხვანაირი ჩვევა აქვს ამ აბაზანში. გარედან ანუ ვენტილაცია და გარედან ჯობია, იმიტომ რომ სიბნელეში სტუმარი რო შედის არ ეძებს ესე, ხო? თუმცა გარედან მეორე მინუსი ის აქვს, რომ ვიღაცა მოვიდა ჩაგიქრო და დარჩის. აი უნდა ჩაგიქროს. ბავშვები თუ პატარა მოვიდა და ჩაგიქრო. ვიღაცა ჩაგიქრო. სად გაქვს ვენტილაციის ჩასართველი შიგნიდან გარედან? ზოგს ურჩევნია გარეთ კონდეს ეგრევე ჩართოს, ესეთი ძირთად ჩვევებზეა ხოლმე დამოკიდებული, თუმცა ამ ჩვევების შეცვლაც შეიძლება. შეხვედი ჩართე, მე შეხვედი რა ანთე. ალბათ მარჯვენა მხარეს გირჩევნია აბაზანაში რომ კონდეს დენს გვიდა და ჩამრთველი რომ ვთქვათ ფენი თუ შეაერთე, მარჯვენა მხარეს ალბათ გირჩევნია რომ იყოს. თუ მარცხენა მხარეს აკეთე. ან თუცაც ახლა ჩვენ ესე ვეკითხებით ხოლმე სხვათა შორის აი ცაცია არის თუ არის ხო? იცი რა საინტერესო ბევრი კითხვები, მაგრამ მათ შორის ეგაც. ხო, ხა, ნახეთ, რაღაცა შაბლონი არ არის, რომ აი მაინც აი ამ ზომაზე უნდა დამაგრდეს. რა შაბლონი როგორ არის? რაღაც არსებობს სტანდარტები, რომ მაგალითად სადღაც 85 აი ნახე ხელი დაიჭირე ესე და კომფორტული იყოს ასანთებად რა. აი ეს სიმაღლის მაგის მიხედვით ვაყენებ, თუმცა 85-90-ია დაახლოებით არის ყველაფერში, აი ხო, მაგრამ ხო ზოგი დაბალი ადამიანია ძალიან. და მაშ დაბლო, ხო თუ ძალიან მაღალია პირიქით მაღლა სარკე რა ზომაზე დავკიდოთ, ხო, აი სარკე მაგალითად, ხო, ნუ კი აქვს თავისი სტანდარტი, მაგრამ რაღაცა თვითონ ამაც აბაზანაში მაინც ასოცირდა მგიდებთ ხოლმე. ხო, მაგრამ მაინც ჯობია რომ თვითონ დამკვეთმა ეს ისეთი ნიუანსია ახლა, ხო, აი ზემოთ ქვემოთ ახლა დიზაინერი ჩალდება და ქვარი მაგალითად ცოლი იხედებოდეს და ხო, მაგაზე ქონია ბევრი რომ ცოლი ყოფილა ძალიან დაბალი და მაგითო გამახსენდა მაღალი, ხო და აი ეს ვერ გადაწყვიტეს, ანუ ეს აბაზანაში ეს ნიჟარა ხელებს რო ვიბანო ესენი სულ მისოლდებაო რა ანუ რაღაც მოუხერხებელია ხო სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ მქონია მსგავსი გამოცდილება სარკესთან მიმართებაში და ნიჟარასთან მიმართებაშიც გავწორებული ვარ სარკეში უნდა ჩამეხედა და სარკე აქამდე წდება თავი დამიხრია და ისე გამწორებული ნიჟარაზეც ასევე კიდე ძალიან მოუხრივია ამიტომ კაი დიდი სარკე დაკიდე რომ არც მწვადი და რწვა და არც შამფური ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყოს და უხდება კიდევაც დიდი სარკეები აბაზანას რახან სარკეებზე ჩამოვარდა საუბარი პოდკასტის დასაწყისში თქვით რომ გეგმარებას ვიწყებთ ფანჯრებიდან გამომდინარე სად არის ფანჯარა და ასევე მნიშვნელოვანია სარკეც მარტო ფანჯრებს დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხო სარკეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია რომ სივრცე დიდი გამოჩნდეს განსაკუთრებით პატარა ბინებში თქვენი რეკომენდაციების რა არის სად უნდა იყოს სარკე და სად არ შეიძლება გამოვიყენოთ სარკე ხო და ეგ ძალიან საინტერესო კითხვაა იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს სარკეები და გაგიკვირდება და აი ძალიან ბევრ დამკვეთს ვერ ვაკეთებინებ ბევრ სარკეებს. იმიტომ რომ რაღაცა ეს არის. იყოს არ მინდა. ანუ აი რატომღაც აქვს აქვს გართულება რომ სარკეები ბევრგან არ გააკეთე. მე ჩემი პრაქტიკულობიდან გამომდინარე უფრო მოულის თვალსაზრისით. არა, ეგეც არის. მოვლაზეც აქვს ეხა ბავშვებიან ოჯახებს, ბავშვი დასვლის. რაღაცა მისტიურ მხარესაც იმაშრებიან ხოლმე ხა. რამე სრულწმენები არსებობს, რომ აი საწოლის წინ სარკე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაცა შენ რაღაც დადებით ენერგიების მიაქვს თუ რაღაცა ეგეთი ხო. შესასვლელი კარის წინ. ალბათ თუ ამ კუთხით განიხილავენ, ხო, ალბათ ხო, უფრო არ გვაკეთებინებ მაგიტო, მაგრამ სარკეები რეალურად აი როგორც მე გიამბობ ძალიან ულამაზესი გამოდის საერთოდ არაფერი არ გააკეთო სახლში მარტო სარკეები დადგა აი ულამაზესი გამოდის არ ვიცი ახლა და შენ 50 კვადრატი გახდება უცებ 100 კვადრატი აი ჩემი გოგოც აქვს 60 კვადრატული მეტრი არის დაახლოებით რა შესასვლელში და სტუდიოს მისაღებში აქვს სარკეები ისე განაწილებული რო შედიხარ გეგონება 120 კვადრატი არის აი რო შეიძლება თავის კედლის ფართის გაზრდა ისე მომწონს მთლიან კედელზე კარიანად როცა არის აი შესასვლელში მაგალითად შეხვედი და მარცხენა მხარეს ესე კარიანად მთელი კედელი არის სარკეში აი ულამაზესი გამოდის ულამაზესი იმეც შემოსასვლელში ესე მაქვს და იმდენად სიამოვნებელს ხო ხო წარმოიდგინე ხა მაგის ანუ ყველაზე მეტ დროს ატარებ
ვიღებს აი იმ შემოსასვლელში იმდენად ვიზუალურად მოწამთ აი მძიმე დეტალების გასაქრობადაც ძალიან კარგია, მაგალითად ზოგჯერ აი ბოძებს ვფუთავთ ხოლმე და საერთოდ ვერ მიხვდები რომ რაღაცა გაწუხებს იქ რა. ანუ შუაში რო ხდება ეხლა ბინაში, შუაში, ანუ ხდება რაღაცა ბოძი, ხო? რაღაცა ხო უნდა მოიფიქრო ეხლა ისეთი. ნუ სარკეები ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ რაღაცა მაგაზე არ მეკითხია სხვათა შორის ხა რა. აი სხვათა შორის ანანოსთან ვაკეთებთ მაგას. ერთი რა არის სარკეების ფუთავთლიანად ვაკეთებს სარკეს თელ კედელზე და ჭედა აუცილებლად 90 გრადუსებში უნდა იყოს ეს კედელი. იმიტომ რომ მე რო გამოჭრე და დააკრავ, ხო, სარკეს ზუსტად გაკეთდეს რა. ესეც რო გაითვალისწინოთ, მაინც რაღაცა დეტალები. ძირითად შემთხვევაში სარკეებს ეხლა ჩარჩოში სვამენ თუ პირდაპირ კედელზე აკრავენ? განათებას უკეთებენ. რა, ბევრნაირად კეთდება, ხო? მთავარია კარგი ხელოსანო ძალიან, აი თუნდაც ეს კუთხეები, ხო, აი ფასკების ამოღება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ეხლა აქ ბევრი ვერ აკეთებს მაგას. შემთხვევაში ხარისხამი შეგნით რომ ჩაშენებული არის თვითონ. ძალიან ბევრი ეფექტის მიღება შეიძლება უამაზეს. შეიძლება ეს სარკეებზე, ხო, ჩარჩოშიც. უფრო დაცული ხარ, როცა კანტებს უკეთებ და რაღაცა კუთხეები. რადგან სარკეზე ვაპარაკობთ, პირველი რაც გააფრთხილეთ ხოლმე, რომ იყოს კარგი ხარისხის სარკე. ძალიან მნიშვნელოვანი შენ განწყობაზე მოქმედებს სარკე. იმიტომ რომ ჩაიხედები და დაბალი და მსუქანი ხარ, გამოხვალ მე მთელი დღე უცხოეთში ხარ. რეკომენდაციები შეიძლება ავიღოთ მაღაზიის ბუტიკების გამყიდველებისგან, იმიტომ რომ იმათ მუდმივად ესეთი სარკეები აქვთ, რომ ანუ რაღაცას რო ყიდულობ, რაღაცა გამხდარს და მაღალს და ესეც გაჩვენებს და ძალიან კაი, სახში გითი რო გიყიდეთ, ყოველდღე რო გამოვიდეთ, რომ მაღალი ხარ, სულამაზი ხარ და სულ ფორმაში ხარ, აი მიყვარს ესეთი ეგ აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად გააფრთხილეთ, ვიდრე სარკეს იგდით. ანუ ხარისხები არის სარკეებში. დაგიკიდებენ და მოგიტანენ, უთხარით, რომ ოღონდ მაღალი და გამხდარი უნდა ვჩანდე. აი ესე უთხარ და მიხვდებიან, რომ კაი ხარისხის სარკე გჭირდება. ხო, ცოტა დახრილათაც არ უნდა დაკიდოს, სწორად, როცა მაშინ უკეთესად ჩანს რა. ანუ ვიზუალურად შეიძლება სარკე არ უნდა იყოს გადმოწეული. აი ესე თუა პირიქით ხო, ცოტა გადაბლებს. ესეც თუა ცოტა გამაღლებს პირიქით. ცოტა ესე ანუ 90 გრადუსში უნდა იყოს სწორად, რომ კარგად გამოგაჩინოს და თუ დახრილი იქნება, მაშინ აქეთ გადმოხრილები ხო არა შეიძლება კიდია ესე ან რაღაცა, მაგ შემთხვევაში ცოტა გადაბლებს და ეგეც უნდა გაითვალისწინო. ეს ყველაფერი ძალიან კარგია მოსასმენად, მაგრამ თავარი ნაწილი ალბათ მაინც ბიუჯეტის ნაწილიც არის ხომ? ამასთან ერთად, ხო? ამ ყველაფრის განხილვასთან ერთად, ამ გეგმარებას ალბათ თან ახლავს მომხმარებლის ბიუჯეტი. ან თქვენ წინასწარ უგეგმავთ თუ როგორ ხდება ანუ ამის დაგეგმა, როგორ იწყებთ ამ ეტაპებს? შეუძლებელია წინასწარ დაგეგმა. მე ყველას ურჩევ, აი ყველა მომხმარებელს, რომელიც მიდის დიზაინერთან, პირველი არ უთხრას, რომ ძალიან შეზღუდული ვარ ბიუჯეტში. დიზაინერი ეგრევე იზღუდება და ვერ გიკეთებს კარგ დიზაინს. ჩვენ ასევე ვუნებით ხოლმე დამკვეთს. მოდი, შენ მითხარი რა გინდა? ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ იმას, რომ იყოს ვიზუალურად ძალიან კარგი. და მე რაღაცებს გავაიაფებთ. ალტერნატივა არსებობს. მაგალითად, ხო, რაღაცა ზვირიანი დიდი კერამოგრანიტის ფილის ნაცვლად მოვალ და ცოტა უფრო დაბალ ბიუჯეტური კერამოგრანიტის თუნდაც აი ხის შპონის ნაცვლად თქვა გავაკეთებთ მაღალხარისხიან პანელებს რაღაცა. ანუ რაღაცა ეს ჩინური პანელებია თუ რაც არის, ანუ ბევრი რამე არსებობს უკვე ბაზარზე, რითაც შეიძლება გაიაფთეს. ანუ ვიზუალიან თავარი რა. მიახლოებით მაინც ეკითხები რა, ასე თუ ისე მაინც გვიწევს ხოლმე კითხვა რა. ანუ ესეც კონკრეტული ციფრი ახლა რა თქმა უნდა არავის არ აქვს და ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ანუ მაღალი, დაბალი თუ საშუალო, ხო? აი ამას ეს შეიძლება ხო წინასწარ ეკითხები, ხო? ანუ ბიუჯეტს მაინც ეკითხები და ნუ მე მაგას ერგები, ხო? და ეს ტექნიკური ნახაზების ტექნიკური ნახაზები ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის. რემონტში ერთ-ერთი კი არა, მე მგონი ვიზუალზე მნიშვნელოვანია. ვიზუალზე მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარი ვიზუალი თუ გავაკეთე და მე კარადები ვერ გააღე, იმიტომ რომ სანათები კიდია კარადის წინ და ხო, ბევრი რაღაცა ვერანთე, იმიტომ რომ აი ყველაფერია ხანდახან ვფიქრობთ ხოლმე რომ აი საიდან დავიწყოთ ფიქრი. ანუ საიდან უნდა დაიწყო? ალბათ უფრო უნდა წარმოიდგინო აი კარადებიდან და ავეჯიდან უნდა დაიწყო ფიქრი. ხო, იმიტომ რომ აი ის რო ვთქვა, აი მე როგორც ვთქვა, სანათი შეიძლება ისეთ ადგილას დაკიდო, წინასწარ ვაკეთებ ელექტროობას და მე აღმოჩნდეს რომ კარადა არის 60-იანი და არა სლაიდი, ვთქვათ, სულ სლაიდს არ გააკეთებ, ყველა ვარიანტში უნდა იყოს გამოსაღები და რომ გამოაღებ, უკვე ეჯახები იმას. ანუ ძალიან ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი, ხო. მაგრამ ყველაზე კარგი მაგალითი არის მე კი რაც თქვა, როდესაც დასაწყისიდან სცენარის გათამაშება. ხო, სცენარის გათამაშება, ხო. ჩვენთვის ხო ეს არ უნდა დაიზარო და უნდა გააკეთო რა, როგორ ჩართე, სად ჩართე, ჩაიდანი შეერთე, რა და ტორსასრუტი დაგჭირდა, შენ ახლა რობოტ ტორსასრუტი იყიდე და უი აღარ გაქვს დენ Twitter-ს სადმე შეერთო. პლუს
ახალი წელი მოვიდა და სად შევაერთო ნეტა ნაძვის ხე. აი ამ დეტალებზე ჩამწთველი. მე გინდა რომ ფარდებზე რაღაც გირლანდები ჩამოკიდო ლაბაზი და უიმეს ზემოთ არ მაქვს ეხა დამაგზელებელი ხორბა გვარიკა 5 მეტრიანი. აი დამაგზელებელი თქარა 5 მეტრიანი დამაგზელებელი. დამაგზელებელიც კუთხეებში რო გაგვიჩნდეს გამოჩნდეს ბევრი. აი ყველა დეტალი გასათვალისწინებელია წინასწარ. ამიტომ ყველაფერზე ძალიან კაია რომ როდესაც დაიწყო დაგეგმა ყველაფერი. დამკვეთი ის რაც ჩვენ ვიცით, რასაც გადავცემთ ხო და რასაც ურჩევთ ხოლმე, ხო, მაგრამ თვითონ აი ძალიან კაია რომ დამკვეთიც მომზადებულია და აი ზუსტად იცის, უფრო მარტივია ეს მუშაობა და უფრო რაღაცა ისეთი ხარისხიან პროდუქტს. ერთი კითხვა მაქვს იატაკთან დაკავშირებით. სტუდიოს მისაღებში როგორ უნდა დაიგოს იატაკი ისე რომ სივრცე არ დაიკარგოს. ან რა ფორმატის ფილები, ან რა ფორმატის ლამინატი, ან პარკეტი უნდა დავაგოთ, წყობა როგორი უნდა იყოს ისე რომ არ შეიზღუდოს ფართი. აი ძირითადად მაინც მიმართულება არ უნდა გააჩნია ახლა იმას, ხო? მიმართულება უნდა კონდეს მაინც ფანჯრისკენ. ანუ სიგრძისკენ, ხო, სიგრძესკენ, ხო, აი და ეს კიდე უფრო ცოტა ყველა გეგმარებიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად გამომდინარეა, მაგრამ ვცდილობთ რომ სადაც უფრო ეს გრძელი ნაწილია, თუნდაც ის იოლკა, თუნდაც ეს გრძელ ნაწილს ხედავ, ხო, ანუ აი შემოსასვლელში ზოგჯერ არის რომ შემოდიხარ და ეს გინდა პირდაპირ დაინახო და ესე აგებ პირდაპირ, ხო? მაგრამ აი შემოდიხარ და მე მაგრამ ეგრევე უხოვნე და იქ გაგრძელი დერეფანი და დიდი ოთახი მე ხანო სივრცეს მიყვები, ხო, რაღაც იცი რა, ეგეთი დეტალები აი იქვე ალაგებ ამას ესე ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ ნახაზშიც კი ვერ აღიქვა ისე რომ იქ რო დაალაგებ, ხო, უფრო ხედავ რა ქსიამოვნებს რა შენ რა. და იმ წუთში უფრო კარგად წყვეტ მარტივად რა, რომ საით გააკეთო და რაც შეეხება ლამინატს და რაღაც რა დავაგოთ ეგეც იყო კითხვა თუ არა? კი, რა უნდა დავაგოთ იდეაში ლამინატი, პარკეტი, სტუდიოს ტიპის სპინაში ალბათ მე რაღაცა ესე გავიგე შენი კითხვა, რომ ძალიან ბევრი აკეთებს ხოლმე, რომ კერამოგრანიტს აგებს სამზარეულოს ნაწილში, მე იქ გადაგმები გჭირდება, რომ გააგრძელო ლამინატი ვთქვათ და იქ რაღაცა ჩაკერება ჭირდება ამ ამბავს და თანამედროვე ლამინატები თითქმის ყველა უძლებს ყარს. ლამინატიც და პარკეტიც ძალიან ბევრი ლამინატი, რომელიც წყალს უძლებს. ლამინატიც, პარკეტიც იატაკქვეშა გათხოვაზე რამდენად რეკომენდაციას უწევთ ლამინირებული იატაკს ან პარკეტს? ანუ პარკეტი ყველა თალსახად და კერამოგრანიტი. რამდენიმე შრიანი პარკეტი ჯობს რა. ჯობია პარკეტი და იმიტომ რომ ლამინატს მაინც ქვეშა გიაქვს რაღაცა და მე უნდა დააგო და ამიტომ ხო ნაკლებად კერამოგრანიტი, ანუ ვინილის შესაძლებელია. თუმცა შესაძლებელია და გაგვიკეთებია ლამინატის ქვეშაც. კი, თვითონ ლამინატს აქვს. უბრალოდ თბოდანაკარგი უფრო მეტი აქვს, იმიტომ რომ სპეციალური საიზოლაციო ის ჭირდება ქვეშაგი. ხო, მაგრამ ყველა ლამინატს ვერ გააკეთებ, ხო? ყველა ლამინატს ვერ გააკეთებ. მე მაგალითად სტუდიოს მისაღები რადგან მაქვს ეგრე არ მინდოდა რომ სამზარეულოს ნაწილი და სტუდიოს ცალკე ყოველდღიურობის ოთახი გამოყოფილიყო მეტლახით და ლამინატით. ხო, ეგ სივრცეს ცოტა შეგიჭამს, ანუ შეამცირებს. ზუსტად მაგის გამო გადავწყვიტე რომ მთლიანად აბსოლუტურად კერამოგრანიტი გავუშვა სამზარეულოშიც და მისაღებშიც ეგრე და იატაკქვეშა გათხოვაც არის და იატაკქვეშა გათხოვასთან როგორც მსმენია კერამოგრანიტი უფრო მეტად ინახავს სითბოს ეს რამდენად მითია თუ რეალობა კერამოგრანიტი მაინტერესებს. იცი რა ცოტა კერამოგრანიტი არის ცივი რა. ანუ მაინც ზამთარშიც ანუ როგორც კი აციუდება ეგრევე ხო ვერ თავ ხო გათხოვებას და ნუ რაღაცა ცოტა ცივია. ისეთი პრაქტიკული ნახე როგორი რაღაცაა გეტყვი ახლა. კერამოგრანიტით აი რაღაც სიმყუდროვასაც აი ფეხშიშველი სიარული არ ქსიამოვნებს კერამოგრანიტზე ხო რაღაცა სითბო ნაკლები აქვს თუმცა გაგვიკეთებია ესეც აი პარკეტის ტიპის კერამოგრანიტი დავაგეთ და ზოგი ვერ ხვდება ხოლმე კერამოგრანიტია თუ ის პლუს კაკუნის ხმა რაღაცა აი კაკუნი უფრო სიარული რაღაცა ამაზე უფრო ისმის რაღაცა მე დონეები უნდა გაითვალისწინო აუცილებლად რომ აქ კერამოგრანიტით რო შემოხვედი იქ თუ საძინებლებში ლამინატით აგრძელებ ერთ დონეზე რო გაკეთდეს ეს ყველაფერი რაღაცნაირად რა ვიცი მე პირადად დიდად არ მიყვარს კერამოგრანიტი თელ სივრცეში რა გაკეთება აი ამ სითბოს გამო რა თუმცა მოსავლელად ალბათ მარტივია მაგრამ ყველაფერი მარტივია რა ლამინატის იწმენდება სველი წმენდით ვინილის იატაკებია ძალიან ლამაზი შემოსული რომელიც ასევე სველი წმენდით შეგიძლია გაწმინდო ისე რომ საერთოდ კაკუნიც არის მოდეს არ ჭრიალი და არაფერი და
კერამოგრანიტიც უნდა შეარჩიო ისეთი, რომ სიმყუდრავე კონდეს მაშინ რა. თუ გადაწყვეტ, ხო, თუ გადაწყვეტ, ალბათ უფრო ხის ფაქტურის რაღაცა, მაგრამ ანუ უფრო ბიუჯეტურია რეალურად რა, ეხლა სამშრიან პარკეტთან შედარებით უფრო ისეთი ფასია, უფრო თუ ამ კუთხით შევხედავთ. არც ისე ბიუჯეტური დაგებიან ხელობიან იმიანად. აი გაჩნიათ სად გაითვალისწინებთ, მაგალითად მე ქალაქგარეთ საცხოვრებელ ფარდში, მაგალითად თლიან საცხოვრებელში, ხო, როდესაც გარეთ აუზი გაქვს, რაღაცა ტალახი შემოდის მუდმივად, ხო. და გამოვიყენე ხის ფაქტურის კერამოგრანიტი და ძალიან მოყოლილი ვარ, იმიტომ რომ ხო, მაგრამ აი რაღაცა კორპუსის ბინებში ზედა სართულებზე და რაღაცა ხო. გიგმავ რო გააკეთო იატაკქვეშა გათბობა თუ რატო? გაკეთებული მაქვს იატაკქვეშა გათბობა. ხო, კარგად მუშაობს კერამოგრანიტი საკმაოდ. იატაკქვეშა გათბობაზე და ეხლა უკვე კარგად მუშაობს. თუ უკვე გაკეთებული მაშინ გაკეთებული მასე დაგეწყო. გაკეთებული აქვს უკვე იმდენად დეტალებს. იმდენად გაც უკვე გაკეთების ფაქტურის კერამოგრანიტი გაქვს ეგრეთ წოდებული იოლკის ტიპის აი ეგ ქვემოთ რო გაქვთ იქ ქვედა სივრცეში ეგა კი აი ქვედა სივრცე მარცხენა მხარეს რო არის ძალიან ლამაზი ბილების ხო გაგვიკეთებია ჩვენ ძალიან ლამაზი გამოდის თქვენი საწაული ხო არ გაგიჭირდებოდა არ შევა დარწმუნებული ვარ არც მე არ გამიჭირდა ხის ფაქტურის ძაღლი ყავს ისეც შინაური ცხოველი აი კერამოგრანიტი ყველაზე კარგი არის მაგრამ მე მყავს ძაღლი ძალიან დიდი თან და მაგიტომაც გავითვალისწინე სასრუტი და შინაური ცხოველი და კერამოგრანიტი ჩვენი მეგობრობენ აი მაგ ერთ სივრცეში გასაგები ერთიანი მას გავუშვათ. შენ ალბათ უფრო თავი დაიზღვიერ, რახან სამზარეულოს ნაწილში, რახან სტუდიო გაქვს, იქიდან გამომდინარე გადაწყვეტე. იატაკქვეშა გათბობას ხო, იქიდან იატაკქვეშა გათბობას თვითონ გააკეთებდა, ეხლა კომპანია არ გაუკეთებდა იატაკქვეშა გათბობას. იქიდან გამომდინარე, აი ნახე როგორ უკვე ფსიქოლოგიური ამბებია რა, უკვე ზუსტად ვიცი ეხლა გამოვიცანი. ხო, თავარი გადაწყვეტა რაც იყო სამზარეულოსა და თავარი ხო, ამიტომ გადაწყვეტე თქვენ კერამოგრანიტის. კი ბატონო. ის მაყოფილიყო, მაგრამ საინტერესოა თქვენი გამოცდილება, ვისაც ესე აქვს გაკეთებული სამზარეულო მეტალხი და მისაღებს, რაც არის ლამინატი. ამ გადაბმას როგორ ახერხებთ ანუ გადაბმას არ არსებობს ხო, მაგრამ სილიკონები ლამაზი შემოსული თითქმის არ წეთყობა რა. მაინც არ ვეთანხმებით ამას რა, როდესაც არსებობს თუნდაც კერამოგრანიტი, თუნდაც წყალგამძლე ლამინატი და პარკეტი, აი ამის საჭიროებას დიდზე ვერ იტანს მაინც რა, ხო. როგორ არა ვაკეთებთ ხოლმე, ანუ მაგ ადგილას წევდება ლამინატი რა და კერამოგრანიტთან და შუაში არის ხდება მაინც სილიკონი, რომ ცოტა მოძრაობის საშუალება რაღაცა კუთხოვანებია ის რაღაცა ლამინატი ხო იცი მოძრაობს ცოტა რა და რადგან მოძრაობს ჩააწებებ ხო. ჯობია რომ ეს პატარა აი პარკეტი და კერამოგრანიტი უფრო მუშაობს ერთად რა, იმიტომ რომ კარპეტს დააწებებ და კერამოგრანიტს აი ლამინატი მოძრაობს. ხო და ამიტომ რაღაცა ის კუთხოვანები როა ტელი რა ეს ისენი შავი კანტები მაგას ვსვათ ხოლმე. მაგრამ ძირითადად არ არის მაგის საჭიროება რა, უკვე აღარაა, იმიტომ რომ ესეთი მასალაა შემოსული ბაზარზე. ხო, თუნდაც შენ რასაც ამბობ, ის კერამოგრანიტი რეალურად ძალიან ლამაზი გამოდის რა. მე პირადად არ მიყვარს, თორე ლამაზი გამოდის ძალიან მართლა და ძალიან კაი. თან ისეთი ვიზუალი მაქვს ახლა შერჩეული, ზუსტად მახსოვს სად არის, რომელ რიგში ისეთ ვიზუალი აქვს ხისგან გაკეთებული საერთოდ. მე მგონი იმას ამოს, რაც ჩვენ მიგვაქვს ხოლმე თქვენგან ხო ობლიმას და ბევრი საინტერესოა რომელ პროექტში გაქვთ გამოყენებული ძალიან ბევრ შეგექნებათ მე მგონი ბათუმში ძალიან ბევრ პროექტებში ზომები არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს რა და ამიტომ ხელოსნებს უწევს რაღაცა უფრო აი ეს მორგება რომ აი ზიოლკა არ დაკარგონ არ გაიქცეს და რაღაცა და აი თქვენ შემთხვევაში აი ხელოსანი რომ გვეტყვის რომ კმაყოფილია და კაია ესე იგი ნუ კაია ხო ძალიან საინტერესოა ისიც აი როგორ აკონტროლებთ ამ რემონტის პროცესს აი რამდენად ჩართულები ხართ აი ამ ყველაფერთან ერთად ჩართულები მაქსიმალურად ვართ ანუ ჩვენ როგორც იცით გუნდი ყავს დიზაინერები ჩვენ მე და მე კი ვართ აი გადანაწილებული გვაქვს რა ეს საქმეები ანუ პროექტები გვაქვს გადანაწილებული ამიტომ აი დიზაინერი რომ აკეთებს თქვა ელექტროობის ნახაზი იქნება 3D ვიზუალიზაცია ამ პროცესებში მუდმივად ჩართულები ვართ ხოლმე და გარდა მაგისა ახლა რო კეთდება უკვე მუშანახაზები ხელოსნებისთვის გადასაცემა ჩვენ ადგილზეც გავდივართ ყველაფერს ყველანი აი კედლებზეც ვხაზავთ და რაღაც ჩართულები ვართ ბოლომდე აი სანამ ფარდებს არ დავკიდებთ ალბათ ეს უფრო მოწონს ჩვენს მომხმარებელს რა იმიტომ რომ რა ვიცი ახლა ესე
ძირითადად ჩვენი დამკვეთები არიან რეკომენდაციით მოსულები. აი ვადებს თუ სახელებთ ხომ წინასწარ აი რა ბადეში ჩვენი სარემონტო ჯგუფია ჩვენს მიერ რეკომენდირებული სარემონტო ჯგუფი. ეგ ყველაზე მტკივნეული პროცესია ეს რეალურად სარემონტო ჯგუფები, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებთან მუშაობა, ვისაც თანაც სულ მუშაობთ, იმიტომ რომ რო ეტყვის ახლა ჩვენი საქმეთა მწარმოებელი ვინც ყავს ხო, ის რო ეტყვის რომ 2 თვეში მორჩები, 2 თვეში მორჩება. და სხვასთან რომ მივდივართ და მე ხა რაღაცა ხელოსანს ვიღაც გარდაეცვალა. იმას ქორწილი აქვს ვიშვის. ამაზე რა თქმა უნდა თქვენ არ იღებთ პასუხს. არა, თუ ჩვენი სარემონტო ჯგუფი არის, ხო, ამაზე პასუხისმგებელი ვართ თავიდან ბოლომდე ხარისხზეც და ეს ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ და თუ სხვა სარემონტო ჯგუფი გვხდება ობიექტზე და ესე ძალიან ბევრი არის. ჩვეულებრივად უწევთ ზედამხედველობას ჩვენ. ზედამხედველობას უწევთ, მაგრამ აი თუ ხელოსანმა არ იცის და არ გამოსდის ხო, ნახა მაგას ხო ვერ ვასწავლით ხო, შეიძლება მითითება მისცე, შეიძლება დამკვეთს უთხრა რომ ეს არ მოგწონს და რაღაც, მაგრამ პასუხისმგებელი ვერ ვართ ხარისხზე. დანარჩენი ყველა ხელოსანი რაღაც თავისებურად აკეთებს. ყველა მაგალითად სანტექნიკი თავისებური მიდგომები აქვს ამ სანტექნიკის მიმართ და ამიტომ პასუხისმგებლობას ის იღებს ხოლმე რა მაგ შემთხვევაში, რომ აი მაგალითად მე აქედან გამოვიყვან და ზუსტად ვიცი 100%-ით გავაკეთებ. ზოგი გეუბნება აი არ გამოვა შანსი არაა. ამიტომ მაგ დროს ჯობია რომ მნიშვნელოვანია რემონტის დროს კარგი ხელმძღვანელი. აი უმნიშვნელოვანესია რა, ამაში შენ თანხაც გეზოგება, დროს გეზოგება და უფრო ნერვები რას თავარია და უფრო სასიამოვნო არის მუშაობა. აი, როდესაც შენი მხრიდან აი დარწმუნებული ხარ და 100%-ით გამართული პროექტი მიგაქვს ობიექტზე და იქ ხდება პროფესიონალი, რომელიც ამას ყველაფერს გადაიტანს და აუხსნის და დაალაგებს იქ ეს სიტუაციას, აი ძალიან მარტივად მიდის ყველაფერი. აი რემონტი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძალიან რთული პროცესი, ვაიმე რაღაცა შიშები ესენი. მაგრამ როცა ის პროფესიონალებთან გაქვს საქმე, ძალიან სახალისოც არის და მარტივიც. ანუ რასაც ისე რამე ისეთ კურიოზულს ხარ გაიხსენებდით. რამდენიც ბევრი რა ვიცი რა გაიხსენე ეხლა უცბოთ ესე ანუ რასთან დაკავ ჩვენი გუნდი რემონტის დროს ხელოსნები ეს ნახაზები ტექნიკური დეტალები თუ რაღაცა დრამატული რაღაცები უფრო არის მაგალითად უფრო გამოვა არა ეხლა მაგას ვერ გავიხსენებთ უი დავამთავრეთ რემონტი და არა რემონტი არა გაიბზარა აი ეგ ტრაგედია ეგ უკვე ტრაგედია ისე რაც დაუშვათ ანუ არასაც არ ელოდებოდით რომ გაკეთებული ისე იყო ანუ ამ შემთხვევაში ამას ხელოსნები რამე უიდე და ეგეთი რაღაცები რამდენიც კიდე. ვაიმე, ბევრია ეხლა. ანუ აი ძალიან ბევრი ხელოსანია, მიდიხარ, ნახაზები მიგაქვს. ადგილზე უხაზავ, აი ცარცით რო გეუნები, ესე მოუხაზავ ყველაფერს, გავივლი, დაურეკავ, მერე ჩავწერ ესე, მივალ და აქ რო უნდა იყოს ჩამთველი, სადღაც ხდება მეორე მხარეს. მაგრამ ყოველთვის არის დიზაინერის ბრალი. ანუ ეგ არის აი ტექნიკურად არ გამოდის. დიზაინერის ბრალი. გეთქვათ ერთი კარგი მეთოდი არსებობს მაგის ამ ბოლო დროს დავამუღამეთ და აი ესე ნახე დავიჭერ ამას და ხელით ესე ბაჩვენებ ნახე ესე ვიწერ ყველაფერს აქ გააკეთებ ამას მე ესე წამოყვა ეს არის ძალიან რთულია ცალკე ხელოსნების მართვა აი რო გვიწევს ახლა აი პრარაბებით ვთქვათ თქვენი ანუ სრული სერვისით სარგებლობა ანუ სრული სერვისით ხო მაგრამ ჩვენ იმდენი ობიექტი გვაქვს ახლა ჩვენი სარემონტო ჯგუფი ესე ვერ გაწუდება ვერაფერს ხო და თან დამკვეცაც ურჩევნია რომ თავისივიანი მოიყვანოს ახლა ანუ ხარჯიდან გამომდინარე. საინტერესო არის მომხმარებლების კუთხით და თქვენი რეკომენდაცია. სად შეიძლება მომხმარებელმა დაზოგოს თანხები და სად აუცილებლად არ უნდა დაზოგოს თანხები, როდესაც რემონტს აკეთებს? პირველი ალბათ რაც არ უნდა დაზოგოს, ესაა სანტექნიკა. აი ძალიან მნიშვნელოვანია შიდა განყვანილობები, რაც შიგნით არის ჩაშენებული. ამ შემთხვევაში არანაირ. ზოგადად არაფერზე არ ღირს ესე დაზოგვა, იმიტომ რომ წლებს უნდა გაუძლოს, ხო? ახლა დაკიდე რაღაცა ნატურა რომ მეწובה სახში. მარტივი შეცვლილია. ყველას პრობლემაა ეგ რა, მარტივი კი არა და შეიძლება წლები ვერ გამოვცვალო ის ნატურა, იმიტომ რომ რაღაცა აი ბევრს აქვს ეგ დისკომფორტი რა, მაგალითად მე არ მიყვარს ესე რაღაცეების გამოცვლა რა. ამიტომ მირჩევნია ერთხელ ხარისხიანად გავაკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ხო ზოგჯერ არის რომ ბიუჯეტი არ გაძლევს საშუალებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეს არის სანტექნიკა, აი ძალიან მნიშვნელოვანია
და შიდა გაყვანილობები და რაღაცა ზედაპირები, რომელსაც ხშირად ხმარობ, თუნდაც აი ეს რაღაც ლამინატი, რომელიც მე 2 წელიწადში უნდა აყარო, ისეთი იყიდო, რომ მე ამოიბურცოს და აიბურცოს, ამაში არ ღირს ეკონომია. აი ძალიან რაში უნდა დაზოგო. ალბათ უნდა დაზოგო იმაში, რომ ზედმეტად აი ზედმეტ დეკორაციებში, ხო, ზედმეტ დეკორები ალბათ თუ როცა არ რაღაცა ორდონიანი ჭერები, რაღაცა ისეთი რაღაცა ფინტიკრუშკები რა, აი ბევრი რაღაცა რო, აი ყველა კედელი რო არის დატვირთული და რაღაცა მოსაბეზრებელიც არის, სიმყუდროებსაც ვერ ქმნის და აი ეგეთ რამეებში, თორე ეხლა სანტექნიკაში და არ ღირს. აი თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეგ ადგილია რა. ხო, აი ნახე აბაზანებში ხო ხშირ შემთხვევაში კი არ ნურჩევთ და ძირთად ესე ვაკეთებთ, ანუ უნდა იყოს შეღებილი MDF-ი, რომელიც უძლებს სინესტეს. ანუ ჩვეულებრივი MDF-ი აი შეიძლება რამოდენიმე სინესტია, მაინც ხო შეიძლება პირდაპირ წყალი არ ხვდება, მაგრამ მაინც რაღაცა შეიძლება ამოიბეროს, გაფუჭდეს და მერე იმისი შეცვლა, აი მერე შევცვლი უკვე აი მე პირადად რაც გამიკეთებია ჩემთან სახლში გამიკეთებია აი დროებით და მე შევცვლი და ის დროებით მაქვს დღემდე ხო რჩება რა. ხო, ეგ იცოდე რომ მე არ გავაკეთე. ისე რომ აი ხა შენ თუ დროებით რაღაცების გაკეთებას ფიქრობ, აი ესე დაგრჩება მთელი ჯვარი გწერია კაცო რატო დარჩება, მაგრამ გამოცვლი და უკეთეს გააკეთებ. თან გააჩნია როცა ბიუჯეტი არ გაქვს, მაშინ რაღაცა მინიმალისტური სტილისკენ ჯობია წასვლა. ხანი ჯობია რომ გაჩერდე და როცა რაღაცა ნეიტრალური ღია ფერებში გააკეთო და რაღაცა დეტალებით მე გაალამაზო ალბათ, როცა ბიუჯეტურ ვარიანტზე ფიქრობ, მაშინ ალბათ ყველაზე ხო, ანუ ჯობია რომ ხარისხიანი გააკეთო, აი თქვა თუნდაც აი აბაზანის ნაწილში რა, მაინც ვიდრე დროებით რაღაცა კარადა დადგა. არ დააყენო ჩამრთვლები შენ. არა, ეგ ჩამრთვლები, ანუ საწოლი რა ზომა უნდა. როგორ დააყენოს, გაითამაშ, სცენარი უნდა წავიდეს. სამი სცენარი გავიარე, ეხლა რო შევდივარ სახლში საწავო როგორ აი საწოლი რა ზომას ყიდულობ, თქვა, აი 2 საწოლი 180-იანი მატრასით, 160-იანი მატრასით, თუ აი რა. 180-იანი არა, მე მგონი უფრო ნაკლები, ხო? არ მეტი. უფრო მეტი? სიგრძე შო იყოს 2 მეტრი. უკვე ნაკლები გაქვს ამოხდენის რაღაცეებში შენ. სიგანეს გულისხმობს ამ შემთხვევაში ხა, როგორც მიხვდები? ანა სიგანეს. ხო, სადაც ეგრე სტანდარტული. ხო, ანუ ეგენი გაქვს, აი გასათვლელი საწოლიდან გამომდინარე. 180-იანი ლეიბი რო იყოს, მაგ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო გადასვლები. ზოგი საწოლია მოგწონს აი 10 სანტიმეტრით გადადის და მაგ შემთხვევაში 180-იანს 2 მეტრიანი. შეიძლება მომწონს 2 მეტრიანი საწოლი. გამომდინარე შენ. გვერდებზე არ მეტყვა. ხო, აი როზეტების ერთ ადგილას უნდა გააკეთო საწოლთან, რომ აი ტუმბოსთან ახლოს იყოს, ხო? ესენი ხო არ შეგეშლება, მაგრამ მაინც აი ესეთი ანუ ესე რო იყო რა, ყველგან აი ძალიან ბევრი რამე გვიწევს ხომ, აი ნახე რამდენი წელია, მე პირადად რამდენი წელია მეგი ჩვენ რა ვიცი, ესე მოვდივარ დიდი ხანია ერთად თუ 15 წელი ალბათ რაც უფრო ბოლო 3-4 წელია ვამბობ 15 წელს. რეალურად 20-მდე წამი. მარტივია ხო, 15 ცოტა ისე. შეიძლება 17-18 ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ 15 წელი რაღაცა ესე. შეიძლება მანამდეც მაგას ვამბობდი, სანამ 15 გახდებოდა. ხო, მოკლედ გამოცდილება გვიჩვენებს ყველაფერს რა. ანუ რისი თქმა მინდოდა და მე მივხვდი შენ რისი თქმაც გინდოდა რომ ამდენი ხანია ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენც მოგდის შეცდომები. ხო, რაღაცა მე მგონი მაგის თქმას აპირებდა. არა, მაგის თქმას არ ვაპირებდი. არა, რეალურად აი მართლა ხდება ესეთი რაღაცა რა. ერთი რაც უნდა იცოდე, გამოუსწორებელი არაფერი არ არსებობს დედამიწის ზურგზე რა. და გაუკეთებელი ეს არის ხარჯების გაზრდა ამაში რა. აი ქონია ესეთი შემთხვევები, რომ ანუ დამკვეთმა იყიდა ესეთი საწოლი, რომელსაც ქონდა რაღაცა ესეთი აი გადაირია გაგიჟდა, რომ დიზაინში არ არის ეს რაღაცა კედელზე მიბჯენილი ზურგია ხო საწოლის უკანა მხარე. გამოდიოდა 20 აი რაღაცა ესეთი ოვალური და ეს ოვალური რაღაცეები ხო ეს უკანა ნაწილი ხო დაგვახვედრა უკვე ხო რაბაგარი რაღაც ვიყიდეო და ეს როზეტი ჩაიმალა უკან. ეს უკვე მისი ხარჯია ხო? ნუ მოვიდა ხელოსანი, რაღაცა ამოიღო, უკვე გარემონტებულზე გადაიტანა იქით, მე აღმოჩნდა რომ ტუმბოსთან ახლოს ვერ მიდის, ნუ მოვიცი. ტელი ამბებია. ძალიან რთული მომენტი არა, ყველა რჩევა რაც მე ეხა უცბლად გავითვალისწინებ და ამოუწურავია. ხო, ანუ ცოტა შეგვიძლია 1-3-4 დღე ესე ვიждდეთ და ვილაპარაკოთ ყველაფერს. ერთი იდეა რაც დაიბადა სახში უნდა ავიდეთ ჩემთან, უნდა გადავიღოთ ერთი პოდკასტი. აუცილებლად ავიდეთ. იქვე დაგიგებთ რა, ჩვენ ამოვალ ჩვენი რაღაცა მზომებით, ამით და აი იქვე დაგილაგებთ ყველაფერს. ეგ პირველად და მე შემდეგ უკვე შემდეგ ნახაზებს და ამას.
შეგვიძლია შემდეგ რუბრიკაზე გადავიდეთ, რომელიც ეხება ხშირად დასმულ კითხვებს მომხმარებლების მიერ დაწერილს და შეგახსენებთ, რომ ვისაც გაინტერესებთ რემონტის შესახებ ინფორმაცია ინტერიერის დიზაინის შესახებ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეო და ძალიან ბევრ საინტერესო რჩევებს მიიღებთ კონცეპტორის პოდკასტიდან. შეგვიძლია გადავინაცვლოთ მომხმარებლების კითხვებზე და ჩვენი დიზაინერები, სტუმრები შეძლებენ გაცენ ჩვენს მომხმარებლების კითხვებს, რაც აინტერესებთ რემონტ და დიზაინის შესახებ. კონცეპტორის სტენდზე არის წარმოდგენილი ჩვენი მომხმარებლების მიერ დასმული შეკითხვები და შევძლებთ ახლა თითოეულ მომხმარებელს რა კითხვები აქვთ რემონტის და დიზაინის შესახებ, გავიაროთ დეტალურად. ერთ-ერთ მომხმარებელს აინტერესებს გამარჯობა, რემონტი უკვე დავიწყე და ახლა მივხვდი, რომ ელექტროწერტილები არასწორ ადგილზე მაქვს დაგეგმილი. როგორ შეიძლება გამოსწორება ის, რომ კედლები სრულად არ დავანგრიო? არჩევა შეგვიძლია რომ ვიცეთ ჩვენს მომხმარებელს. მოკლედ რა ვიცი, ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ და ნუ კითხვა ისევ დაბრუნდა. ანუ კედლების სრულად დანგრევა, რა თქმა უნდა, არ მოუწევს. დავამშვიდეთ მომხმარებელი. დამშვიდდეს მომხმარებელი არ მოუწევს. უბრალოდ რა ვიცი, რაღაცა გვერდზე გადაწევა, ამოჩი ჩქნა, რაღაცა, ნუ რაღაცა არის რაღაცა ხრიკები მაგალითად. თუ არის მაგალითად გაშპაკლული, ნუ რაღაც ამოთხრები არის რაღაც მინიმალურად. ან თქვა მეორე ოთახიდანაც გამოყვანა, თქვა და რაღაც ეგეთი მომენტებიც შეიძლება ეგეც გაითვალისწინეთ, რომ თქვა იმ ოთახში თუ არ გაგდა მეორე ოთახში გადმოწევა პრობლემა არ არის, ნუ არ არის რა, ანუ ეს ხარჯია უბრალოდ ხელობის თორე დანარჩენი ახლა თუ გაძლევს შნური მაგის საშუალებას ეგაცაა რა. არის ხოლმე რაღაცა ჭრიან ხოლმე შნურებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც უნდა როზეტები გაკეთდეს და ეს ბუდეები ჩაჭდეს და ძალიან მეწინააღმდეგებით ხოლმე ამ გადაბმებს, იმიტომ რომ ნუ არა რეკომენდირებულია და თუ გვაქვს მაგის გაიაროს ხო, ნუ კედლები არ ინგრევა ამ დროს და თავიდან ხდება ან მთლიანი კედლების დანგრევა არ მოუწევს. შეიძლება უბრალოდ ესე დეტალების ამოღება. დეტალების ამოღება, მაგრამ ან თავიდან გაყვანილი რაც არის ელექტროობაში და ყურადღება უნდა მიაქციოთ რემონტს როცა გააკეთებთ. ასე ყურადღება მიაქცია ელექტროობის ხელოსანი როცა იმუშავებს. ყველა ხაზი უნდა ჩამოდიოდეს სწორ ხაზზე. ანუ სადაც როზეტია, იმის ზემოთ უნდა დიოდეს ეს გაყვანილობა, იმიტომ რომ თუ გაუხვია, მე ეხა თუ მაგას აუცილებლად დაასურათოს მომხმარებელი, რომელიც კითხვას გვისვათ, სავარაუდოდ უნდა გადაწიოს ერთი ადგილიდან მეორეში. ახალი ხარჯია, რომ ახლიდან ამოთხაროს ეს კედელი, გადმოიტანოს და ჩამოიტანოს ზემოდან ეს შნური. ხო, თუ მოკლე არის და არ ყოფნის ახალი შნური უნდა გაიყვანოს. ეს გვერდზე პირდაპირ აიყვანენ, გადაიყვანენ ხოლმე და ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ან უნდა დაასურათოს, აუცილებლად ჩაიწეროს, რომ აქ გადის დენის კაბელი, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაც მოვიდეს და აქ ნახატი დაკიდოს ელემენტარული ლურსმანი ჩაარჩოს. ანუ წინასწარ სანამ დაასრულებს. ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაკიდებენ და მაგ მომენტში ეგ არის უმნიშვნელოვანესი დეტალი რა. და არ ურჩევ არანაირად, რომ აი ესე გადაიტანოს, თუ ძალიან აუცილებელია რა, თუ არა აუცილებლად დაასურათოს. და ნახე შეიძლება მე სახლი გაყიდოს და ვიღაცა სხვა მიყიდოს და იქ აღმოჩნდეს რომ იმან დაკიდა მე რაღაცა თაროს დაკიდება მოუნდა და მთლიანი ხო ელექტროობა გათიშოს ხო ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი დეტალია სხვათა შორის იმიტომ რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად იყოს ელექტროობა გაკეთებული შემდეგი მომხმარებელზე გადავიდეთ ბავშვი მყავს სახლში და მაინტერესებს რომელი იატაკი იქნება უფრო გამძლე და პრაქტიკული ну, სავარაუდოდ რა, ну, ყველაზე ესეთი ჯანსაღი მაინც პარკეტია. ანუ ეკოლოგიურობაზე ცოტა რთულია ლაპარაკი ზოგადად ჩვენ მასალებში, იმიტომ რომ ეკოლოგიურად მაშინ სუფთა ხე უნდა გააკეთო, ისიც ისეთი ხსნარებით მუშავდება, ბოლომდე ეკოლოგიური არაფერი არ არის. მაგრამ ბავშვის ოთახში ხშირად ვაკეთებთ ხოლმე რბილ იატაკს, იმიტომ რომ ბავშვისთვის უსაფრთხოდ რაღაცა, აი ბავშვის გასართობ ოთახში ხშირად გავიკეთებია რბილ იატაკები, სადაც რომელიც არის ანტიალერგიული და საკმაოდ კარგი მოსავლელი, ბავშვისთვის ძალიან კარგია. მაგრამ გააჩნია ბავშვსაც ალბათ რა. სიცერკის. შემდეგი კითხვა გვაქვს ესეთი. აბაზანა თითქმის დასრულებულია, მაგრამ განათება ძალიან ცივი გამოვიდა და მაინტერესებს როგორ შეიძლება მისი ვიზუალურად გათბობა. თბილი სანათები ჩასვას ალბათ. იგი მარტივად. ხო, ძალიან მარტივია, ხო. აბაზანაში ხო უბრალოდ თუ შესაძლებელია გამოცვლა სანათის, შეიძლება რომ გამოცვალოს თბილი ნათებით სიცოცხლეს. ანუ თვითონ თუ კერამოგრანიტი ცოტა ცივფერებს აქ არჩეული, ხო? ეს თბილი ნათება კიდევ უფრო განათება ძალიან ცოტა შედარებით უფრო ათბობს. შეიძლება იმდენად ამოუწურავი თემა. ხო, ცოტა უფრო ათბობს და ამიტომ ძირითადად ესე ვიყენებ. პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ეხლა მაგალითად ტენდენციებიც წავიდა რომ მარტო ჭერზე არაკეთებენ განათებებს და ძალიან ბევრი სცენარი უნდა იყოს ოთახშიც და აბაზანაშიც ხო იქ სარკესთან იქ რაღაცა
დეკორატიული ლენტური განათებები, უფრო ეს ვიზუალისთვის და სიმყუდროვისთვის, კომუნისტვის, ხო? ნუ ბევრი სცენარია აბაზანაშიც და ყველა. ტორშერები, ბრები, რაც უფრო მეც გააკეთებ, ნუ აანთებ ყველას ერთად. სხვადასხვა სცენარებისთვის ხო, მით უმეტეს პატარა ბინებში უფრო საინტერესოა ხოლმე, რომ რაღაცა მოსაწყენი არ იყოს ერთი ოთახი. რაღაც პატარ-პატარა ამ განათების სცენარებით უფრო სხვადასხვა სივრცეებს ქმნით თითქოს. კი, თან კარგი. აი შემდეგ კითხვაც განათებაზე არის. აბაზანაში სარკე და განათება რა სიმაღლეზე ჯობს დავაყენო, რომ ყოველდღიურად კომფორტული იყოს. ამაზე ვისაუბრეთ და ალბათ სავარაუდოდ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე სადღაც 100 სანტიმეტრზე ვაყენებთ ხოლმე და ძირითადად 100-ზე. ნიჟარას მოშორებული უნდა იყოს, არ უნდა იყოს სულ წერტილებთან ახლოს. ხო, ავიღოთ 120. ხან სტანდარტებზე თუ არის საუბარი, ალბათ ეს შიდა ჩამთვლაზე არ ალაპარაკი, როდესაც აი იმასთან აკეთებენ ნიჟარასთან მაგ შემთხვევაში. ბევრი წერტილი არ კეთდება ხა აბაზანაში, ალბათ ნიჟარასთან იკითხა. 120 რა, ეს სარკე იკითხა თუ ის როზეტი? როზეტი 100 რომ აღარ სარკეც ხო, ნუ როზეტებს უფრო 100-ზე. კერამოგრანიტიდან გამომდინარე რა, როგორ ვაგებთ იმას, მე სიმაღლეს ეგრევე აგრეგულირებთ ხოლმე. სად უწევს ჭრა. განათების სწორად შერჩევა მინდა მისაღებისთვის, რადგან ოთახი ცოტა ბნელი გამოვიდა და როგორი ტიპის განათებას ჯობს. ნუ ალბათ უფრო ბუნებრივი, ანუ ძალიან ბევრი მეთოდით შეიძლება დამატება რა განათების. უამრავი ტორშერი არსებობს, ეს ლენტური განათებები არსებობს, რომ შეგიძლია სადღაც ჩაამატო და ამატო. ანუ აი ნეიტრალს გვიმაშრობთ ხოლმე ნეიტრალურ განათებას ვიყენებთ ხოლმე უფრო ხშირად რა. უფრო რაღაცა ისეთი ბუნებრივი განათება არის. უფრო შემაწუხებელი არ არის. ანუ ცივი ცოტა მოსაბეზრებელია და რაღაცა ესეთი. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ სახლში განათება ბევრი არასოდეს არ არის. რაც არ უნდა ბევრი გქონდეს, არ გადაგინათდება სახლის. რაღაცას ჩააქრობ და დატოვებ. ამიტომ ყოველთვის ჯობია განათება მეტი გააკეთოს სახლში, ვიდრე ნაკლები. იმიტომ რომ აი მე ეგ პრობლემა არ გქონდეს, რაც ახლა მომხმარებელს აქვს. ყოველდღიურ ოთახში, სტუდიოს მისაღებში ან ცალკე ყოველდღიურ ოთახი სადაც არის. ხშირ შემთხვევაში როგორ ტიპის განათებას იყენებთ ხოლმე? ცივს, ნეიტრალურს? ცივ სახლებში არ ვიყენებ. ცივ სახლებში ან აი ცივი შეიძლება აბაზანაში გამოიყენო, რომ რაღაცა უფრო მკვეთრი ნათებაა, მაგრამ ძირითადად მაინც ნეიტრალურს ვიყენებთ მისაღებ სივრცეში. თუმცა თბილი განათებებიც გვაქვს, იმიტომ რომ მე პირადად მიყვარს თბილი განათებები რა, აუცილებლად ეს სიმყუდროვე უნდა შევქმნა რაღაც. ისეთ საძინებლებში ორივე შეგიძლია გააკეთო. ნეიტრალი გააკეთო იმისთვის, რომ დაალაგო ოთახი, ჩართო, როცა წერტილოვანი ეს განათები მაგალითად ან რაღაც ბევრი სტუმრები რო ყავს და გაანათო ოთახი. და როცა გინდა ტელევიზორს უყუროთ დაждე რაღაცა, ქონდეს უკვე თბილი განათები. აი ეგ არის აი კელვინების მიხედვით არის რა და ანუ არის ყვითელი განათებები, რომელიც ცოტა უფრო შემოწუხებელია, შეიძლება არ გაგინათოს ოთახი. თბილი განათება იყოს, მაგრამ არ ანათებდეს საერთოდ. ამიტომ ეგეც აი კელვინების მიხედვით ვარჩევთ ხოლმე უფრო რა კითხულობთ ხო რა ტიპის სანათია შეიძლება ისე ღრმათაა შემჯდარი რომ საერთოდ არ ანათებდეს. აი ეგეც არის ხო ბევრი ეგ ძალიან ბევრი ნიუანსი. მაგ დროს ჯობია რომ განათებების მაღაზიაში გეგმით მიხვიდეთ და უთხრათ მე აი ამას ვაკეთებ და მეყოფა აუცილებლად გეუბნებია რამდენ კვადრატს ანათებს. გეტყვის ხო რომ აი ეს შენ რაც შეარჩიე სანათი ამას გაშლა არ აქვს ვოკალურად გაგინათებს. ანუ ეს კითხვა აუცილებლად დასვით განათებების მაღაზიაში. ფსიქოლოგიაზე როგორც მიხვდი ხა ძალიან მოქმედებს ცივი განათება თუ ზოგადად ცუდი განათებას ნახე არის განათებები რომელიც სიმციმებს აი რაღაცა განათება რომელიც არის შეიძლება თბილი იყოს მაგრამ გიციმციმებდეს და შეიძლება ჭკუიდან შეცდე რა აი სამუშაო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩართო რაღაცა ისეთი განათება რომელიც შენთვის სასიამოვნო იქნება რა ეხლა ცალკე ოფისებზე და იმებზე კიდე სხვა წესებია, იმიტომ რომ აუცილებლად სადაც არ უნდა დაეძინოთ ისეთ ჭახე განათებას აკეთებენ, ხო, რომ არ მოდუნდეს გონება. მაგრამ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ განათებას ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს ძალიან, მაგრამ გინაში მithumetes უნებრივი განათებები ხო. ანუ საძინებელში აუცილებლად თბილი უნდა დააყენო, იმიტომ რომ ვერ იძინებ აი ესეთ გადავეკიდე ამ განათებას ახლა. აი ესეთ განათებაზე ახლა საძინებელში ვერ დაიძინებ ხო. შემდეგ კითხვა გვაქვს ესეთი. როგორ დავგეგმო რემონტი ისე რომ დროულად დასრულდეს და პროცესში ქაოსი არ მქონდეს? ხო, ეგ გეგმის მიხედვით იქნება ის ქაოსი რისი შიშიც აქვს ჩვენს კითხვის ავტორს. ანუ, როდესაც გაქვს გამართული პროექტი, როდესაც გაქვს გეგმა და მიყვები ამ გეგმას,
რა ვიცი, ქაოსი არ გაქვს და კარგი ხელმძღვანელი ყავს, სარემონტო ჯგუფი ჩაულებრივი ყავს მენეჯმენტია რა, აი ძალიან ჩაულებრივი. აი ადექი ჩვენთვის ხო, ანუ როდესაც სადაც იქ ჩვენი წარმომადგენლები და ჩვენი ხელოსნები მუშაობენ, ჩვენი სარემონტო ჯგუფი მუშაობს, ფიქრშიც არ მაქვს, რომ აი შეიძლება იქ რაღაცა ისეთი მოხდეს და ნუ ბევრი ეგეთი რამე გადაგვიტანია, ეხლა მე და მეგეს ანუ ბევრი ნერვიულობები, მაგრამ ну, რა ვიცი, ეხლა ისეთი იმაზე ვართ ეხლა სიტუაციაში, რომ კონდიციამდე მისული, რომ ნაკლებად ნერვიულობთ, ხო? გეტყვი ხა, ჩვეულებრივად ადექი, აი თქვა აკეთებ რემონტს და ბიუჯეტი უკვე გაქვს, ხო? ბიუჯეტზე ბევრი რამეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ძირითადად რაც იწელება, ესაა ბიუჯეტი. ზუსტად იცი რა გინდა. ჩამოწერე, ხო? აი ეხლა მოვიყვანე საქმეთა მწარმოებელი, ვინც აკეთებს ამას, გავაკეთე დიზაინი, დამჭირდა სადღაც დიზაინზე 2 კვირიდან 1 თვემდე ან 2 თვემდე გააჩნია რა ფართია და რა ზომის გასაკეთებელია. ეგ მაგის გადანაწილება შეიძლება რომ მარტო აბაზანებით დაიწყო, თქვა, ჯერ ტიხრები გააკეთო, მერე კერამოგრანიტ, მერე ელექტროობა გააკეთო, მერე უკვე გადახვიდე კერამოგრანიტზე, რომ აბაზანები გააკეთო, სანტექნიკა უბრალოდ და მერე კერამოგრანიტი, რომ მოიშორო ეს წვრიანი სამუშაოები, მერე უკვე ანუ სწორი მენეჯმენტი ჭირდება ამას და სწორი ხელმძღვანელი. ანუ ძალიან გამიჭირდება თქვა ხელმძღვანელის გარეშე როგორ აკეთებენ ზოგადად ძალიან რთულია რა. მაშინ თვითონ უნდა იყოს დამკვეთი ჩართული რა. თუ დიზაინერი არის ჩართული, დიზაინერს უწევს ხოლმე ამისი დაგეგმა და რაღაცა და არა, დიზაინერის შემთხვევაში არა, თვითონ. მაგ ხელადროს ფიზიკურად ვერ გამოვყოფთ ჩვენ რომ ვადგეთ თავზე. ანუ აქ კიდე თანმიმდევრობა არის, კიდე საჭირო, თქვათ, აი რაც ქონია ახლა რაც მახსენდება ხოლმე რა, ობიექტები, ნუ დაუწყია მე კიბეს მოვიდა, რაღაც ამის მერე ერთი კვირა აქ დრო და მეტი ვიდი სხვა ობიექტზე დასავლეთში მიდის და უნდა მოასწროს და არაინტერესებს უნდა გააკეთოს. ამ დროს რაღაცას ეშლება ხელი, ამ დროს მალე არის ეუბნება რომ მაცადე ჯერ ეს გვერდები გავაკეთო და მე მასალის ჩამოტანას ველოდებით ელემენტები, ეგ წინასწარ უნდა გქონდეს ყველაფერი. ალბათ იცი რა არის, აი ყველაზე კარგი არის როცა ყველა მასალა გაქვს წინასწარ შერჩეული და უკვე დაბრუნებული ნაღი. კიდე მე რასაც ვამბობ, ხო ანუ ეს უნდა იყოს ხელმძღვანელი, ვინც ამას თანმიმდევრულად და მენეჯმენტს გააკეთებს, ხო, დაორგანიზებს ამ ყველაფერს თანმიმდევრობას. შემდეგ კითხვა არის ესეთი. მინდა პატარა აბაზანის რემონტი და ვერ ვწყვეტ რომელი ფილა ავარჩიო, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს სივრცე და რას მირჩევდით ამისთვის. თუ ძალიან პატარა აბაზანა დიდი არც მუქი ფერით არც ღია ფერით არ გამოჩნდება, თუმცა ღია ფერით ვითომ უფრო ჩანს, მაგრამ სიმყუდროვე აბაზანას ძალიან უხდება და ჩემი აზრით მუქი ფერებით პატარა აბაზანაში მე მინახავს აბაზანები, სადაც ძალიან მუქი ფერია გამოყენებული და წინ დიდი სარკე ქონდა გაკეთებული, სუშავი იყო თითქმის აბაზანა, მაგრამ ისეთი ჩანდა რომ სასწაული სივრცე რა. რა თქმა უნდა, ესეთი ცოტა გრძელი ვერტიკალური ხაზები, სარკე, ღია ფერები ზრდის სივრცეს, თუმცა ესეც არ არის წესი და არ არის რა კანონი, რომ აი აუცილებლად ესე უნდა გააკეთო პატარა აბაზანა. არ აქვს მნიშვნელობა პატარა აბაზანა, მაინც შეიძლება ძალიან ყუდრო და ლამაზი გამოგივიდეს მუქ ფერებში. და კომფორტული, რაც მთავარია, რომ არ ეჯახებოდე რაღაცა კარებს და კარს რო აღებდე რაღაცა უნიტაზს არ ეჯახებოდე და რაღაცა ის სწორედ დაგეგმარება აქვს უკვე რა. აი ფილის ზომას მნიშვნელობა აქვს, რასაც გამოიყენებს არა, ფილის ზომას რა, ანუ შეიძლება პატარა ფილებით ულამაზესი გააკეთო და შეიძლება ძალიან დიდი ფილით გაგვიკეთებია ეგეთი პატარა აბაზანა. ანუ აი ეს დიდი ფილებით გაგვიკეთებია იატაკზე მთლიანად როფილა მაგალითად გააჩნია დაქანებად უკეთდება. ეხლა რა მდგომარეობა აბაზანაში თუ წყალი უნდა ჩავიდეს და ტრაპი უნდა გაკეთდეს, დაქანება უნდა გაუკეთდეს და ამიტომ ცოტა დიდი ფილები რთული გასაკეთებელია ხოლმე, თორე ისე რა ვიცი. მოკლედ სივრცის გასაზრდელად არა მნიშვნელოვანი რომ იყოს ცალსახად თეთრი აბაზანა. არა, შეიძლება ხო, ნუ თუ პატარა აბაზანა დანარჩენი შეიძლება შველს. წუხარ, მაგრამ ვერაფრით ვერ გაგიზდით. დაგეხმარებით. რემონტის დაწყებას ვაპირებ და ცოტა დაბნეული ვარ, საიდან დავიწყო, რა არის პირველი ნაბიჯი. ალბათ გეგმარებიდან ზუსტად ალბათ თუ გაგვცემს სწორ პასუხს. აბა მე სცენარები უნდა გავსაზღვროთ. მოეწონეთ სცენარები. და პირველ რიგში გეგმა უნდა შევადგინოთ, რაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, სწორი გეგმა როდესაც გვექნება შედგენილი,
შემდეგ უკვე თავისუფლად შეგვიძლია 10-იანი. ამ პოდკასტში უსმინოს ამ იცი რა, თაზო არ არის აუცილებელი მაინც ინტერიერის დიზაინი 3D ვიზუალიზაცია. აი 2D პროექტის მიხედვითაც ბევრი გაგვიკეთებია. აი 2D პროექტს რო აკეთებ, სადაც გეგმარება და ავეჯის გადანაწილება არის. აი იქიდანაც შეგიძლია, რომ ბიუჯეტი არაძლევს დამკვეთს ადამიანის საშუალებას. 2D პროექტითაც გაუკეთებიათ და მერე Pinterest-ი, Pinterest-ი, მოკლედ Pinterest-დან მოსული იდეების წყარო. ხო, აი ხშირ შემთხვევაში ძალიან დაბნეული დამკვეთები, იმიტომ რომ ყველაფერი მოწყვეტ, რაც არის იქ. ხო, მაგრამ რთულია ხოლმე იქ, რომ იმის გადმოტანა რეალობაში. არა, რთულიც არ არის ეხლა, ნახე. გამოდის, მაინც Pinterest-ს თვალ ვერ დავეყრდნობი ეხლა მე. ხო, აი ხშირ შემთხვევაში Pinterest-ი დაბნეული, ხო, დაბნეული დამკვეთები მოდიან. მე პირადი გამოცდილებიდან მიწახი, იმიტომ რომ Pinterest-მა ამაშენებინა ახალი სახლი ქალაქგარეთ და ამიტომ ბევრი ნიუანსი იყო ისეთი, რაც არ გავითვალისწინე, ანუ ჩემ შეცდომებსაც ვაღიარებ. ანუ Pinterest-ი შენ დაგეხმარა ამ ყველაფერში თუ პირიქით შეცდომაში შეგე? იყო ჩემი Pinterest-ი. მადლობა Pinterest-ს, რომ ანუ Pinterest-ი არ რაღაცას გავსახე. იდეებიდან დავიწყე, თუმცა მაინც ალბათ აუ როგორი მოდიან ხოლმე, იცი, აი ფარხმალ დაყრილები, რომ აი Pinterest-ისკენ გახედება აღარ უნდათ, იმიტომ რომ ძალიან დაბნეულები არიან ის კლასიკა ლოფტი იქიდან ეს, აქედან ეს და ანუ ძალიან რთულია რა და ჩვენ ხო, ანუ ძალიან დიდი მე ამ ყველაფერს რეალობაში ისე რო არ გამოდის, ან ძალიან რთულია ხოლმე მე საბოლოო ჯამში რო შეხედავ, ამიტომ ჯობია ისევ პროფესიონალებს მიმართოთ. ხო, ამიტომ პროფესიონალებს მიმართოთ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მიწახი. სტილი ავარჩევ და იმ სტილს ხო, აი მთავარია ჩვენთვისაც ეგაა. ხო, აი ხო მგონი რომ თაზოს ველაპარაკები და მე ბინის არჩევიდან გამომდინარე, შენ უნდა წარმოიდგინო, აი Pinterest-ი ძალიან კაი საშუალება დაათვალიერო ყველაფერი, რა მოგწონს და შენი თავი იმ სცენარები. წარმოიდგინო აი იმ სივრცეში როგორ გზნობ თავს. აი მართლა ძალიან მეც პირადად ხა ჩემი სახლისთვის ეგრე ვარჩევ რა, რომ ძალიან თან მithumedes მილიონი ინტერიერი მაქვს ნანახი და აღარ იცი რა გინდა. დაჯექი, დაათვალიერე და სად ქსიამოვნებს ყოფნა. ხო და რაც ქსიამოვნებს, რაც ქსიამოვნებს, იქითკენ წადი მე, მწვანე ფერი ქსიამოვნებს, რუხი ფერი ქსიამოვნებს. მაგრამ პატარა ბინაში ეცადე რომ იყოს ცოტა უფრო თბილი და ცოტა ისეთი რა არამკვეთრი ფერები და აი ბევრი დეკორებით და ბევრი რაღაცებით არ დატვირთო, ხო? ხო, უფრო ავეჯით, სუბუქი ავეჯი, რაღაცა ესე რაღაცები რაც მოგეწონება, ხა მე ბევრი რამე შეიძლება მოგეწონოს და რაღაცა ის დიდი საწოლები და რაღაც, მაგრამ და გათვალო რა ის გასავლელი ადგილები, კარის გაღება. გზა, რა უნდა გაიგო. სცენარში გათვლილი უნდა იყოს წინასწარ. ეს სცენარში უნდა შეხვედი, მოტრიალდი, რაღაცა არეჯახები, რაღაცა ესე რა. სცენარში უნდა დაეждე ფანჯარასთან, რა ქსიამოვნებს, წიგს კითხულობ, ტელევიზორს უყურებ, აი ეს ყველაფერი უნდა წარმოიდგინო. მე უფრო მარტივდება, რა გინდა და როგორ გინდა. კი, სტუმარი მოვიდა სად დასვი რა აჭამე. მართლა ხო აი რა სად დასვი. არა გაქვს მაგიდა, მე უცბად აუ ეს მაგიდები არის ძალიან რთული რა, არ ვიცი ხა შენ როგორ მოვათავსო. ეს ცალკე პოდკასტი ამაზე, მაგიდები როგორ მოვათავსოთ თუნდაც იმ პატარა ფართის მაგიდა. აი ეს არის ჩვენი მტკივნეული მაგიდა და სკამები. ყველას უნდა ეხლა როცა პატარა ბინებში, ოჯახებიც შედიან საცხოვრებლად, მაგრამ არის კი ანუ ეგ ხო, მაგრამ საშუალება რომ კარგი თუ მეგრელებს უკეთებ იმას ხო, დიზაინს, ანუ იქ არ განიხილება ეს დროებით, აი გაშალია, იქ უნდა იყოს მაგიდა და სკამები, რომ იმიტომ რომ მუდმივად სტუმარია და მუდმივად რაღაცა ელარჯი იწელება იქ და ჩემი არის სამეგრელოდან და ისეთი პატარა ბინა აქვს ზოგადად და იმხელა მაგიდა უდგა ანუ იმხელა მაგიდა ზუსტად თქვი ხო იმიტომ რომ მუდმივად ესა ძალიან სასიამოვნოა ეს ხო რაღაცა მეც კი მეც მაქვს მსგავსი მოხმარების ორი კითხვა დაგვრჩა გამარჯობა მაქვს 60 კვადრატული მეტრი ბინა და არ ვიცი როგორ დავგეგმო მისაღები და სამზარეულო ერთად რომ სივრცე არ გადაიტვირთოს და რას მირჩევთ ამ სივრცის გამო არ იყოს გადატვირთული ესე ვთქვათ ეს ჩვენი მისაღები. აი ამაზე რაღაცა შევეხეთ მე მგონი ამ თემასაც რა. აი არა საჭირო ნივთების მინიმალურამდე დაყვანა. ანუ არა საჭირო ნივთები ის რაც არ გჭირდება რა რაღაცა ხო არის ხოლმე ეს რაღაცა კარადა უნდა კონდეს სადაც ჭურჭელი უნდა შეალაგოს რომელიც უნდა ჩანდეს თუნდაც ეს უფრო რაღაცა მინიმალურამდე და თუნდაც არ უნდა იყოს რაღაც დიდი სავარძლები, დიდი სამეული რბილი ავეჯი, ან შემცირება რა უბრალოდ ამ ზომებში. დღევანდელი ჩვენი ბოლო მომხმარებლის კითხვა, ვისაც სურვილი გაქვთ, გაიგოთ და მიიღოთ რჩევები რემონტის და ინტერიერის დიზაინის შესახებ, შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში ან დაგვიტოვოთ კომენტარი და შემდეგ პოდკასტებში აუცილებლად განვიხილავთ და დიზაინერები გაცემენ თქვენს შეკითხვებს პასუხს.
და არ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღევანდელი ბოლო კითხვა. ღია ფერის იატაკი მოწოს, მაგრამ პრაქტიკულია ყოველდღიურობისთვის თუ უფრო მუქი ჯობს? რომელი ჯობია ღია თუ მუქი? ძალიან რთული კითხვა გააჩნია როგორია ღია. ანუ ზედაპირს უნდა შეხედოს თვითონ. არის ზედაპირი ღია ფერის, რომელსაც საერთოდ არ ეტყობა რაღაცა სხვა დეტალები აქვს დამატებული ნახატი პრინტის სახით და საერთოდ არ ეტყობა ტვერი, ჭუჭყი და არის იატაკი ღია ფერის, რომელსაც ერთ ნაბიჯს დაადგავ და ეტყობა ძალიან მუქი იატაკზეც ესეა, ძალიან მუქი იატაკზე შეიძლება ერთ ნაბიჯები რო შემოდიხარ, ტვერი ეტყობოდეს ზემოდან, ამიტომ ესე ვერ იტყვი რა ზედაპირს გააჩნია. რთულია, ხა რო უთხრა რომ თეთრი არ გამოიყენო და მუქი არ გამოიყენო, ვერ ვიტყვი ეს. გააჩნია ზედაპირს, შეგვიძლია მუქი გაჩვენა, ხა ესეც ხო მუქია, მაგრამ ამაზე ვერასდროს ვერ შეატყობ ვერაფერს ამ ზედაპირზე და სადაგებს ალბათ მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა, რა ადგილას გამოიყენებს. რაღაც ნახატიანი როცა ნაკლებად ეტყობა რა, უფრო პრაქტიკულობიდან გამომდინარე ალბათ. აი ზედაპირი როგორი უნდა იყოს? პრიალა ზედაპირი უფრო მარტივი მოსავლელია თუ მატი ზედაპირი? არა, პრიალან მარტივი არ არის. პრიალა პირიქით უფრო ცოტა რთული მოსავლელია, იმიტომ რომ უფრო მეტად ეტყობა ჭუჭყი. ხო, ტვერი ეტყობა უფრო მეტად. ძალიან მატიც არ უნდა იყოს, რომ არ ჩაჟდეს ჭუჭყი. ნუ ალბათ უფრო სლიმი არის ყველაზე. აი ბევრად მიხდება რა, აი სლიმინი, პოლუმატი, ნახევრად მატი და ნუ უკვე ფაქტურასაც გააჩნია. თეთრი პრიალა იატაკი, რა ვიცი, ძალიან რთული მოსავლელია. თეთრი, აი ცოტა სახიანი ნაკლებად და უფრო როგორ ეტყობა რა, აი მოწმენდის დროს ერთი 20 ზედაპირი რო დამიდო ღია ფერის შეიძლება 60-დან 5 იყოს ძალიან კარგი მოსავლელი და აი რთულია ეს რთული კითხვა რა. მაინც ზედაპირს აქვს მნიშვნელობა ალბათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო. ძალიან მუქებს ეგრევე ეტყობა მტვერი ჭუჭყი ყველაფერი, აი შავს ძალიან მუქ ყავისფერ ხის ფაქტურას ძალიან მუქ ფერია. ცოტა ისეთი რა, აი მონაცრის პროფერებს არ ეტყობა დიდად. ტურისფერ მას რა ქვია. აი ფერზე არა, ფაქტურაზეა დამოკიდებული. ფაქტურა და ფერი და ხო რაღაც. აი არჩევთან დაკავშირებით ჯაუკენში ჩვენთან რამდენად მარტივად არჩევთ მაგ მიმართულებით, როგორი ფერის ფილან, როგორი ზედაპირის ფილები ან იატაკის საფარი უნდათ მომხმარებლებს? უმარტივესია არჩევანი, რომ ძალიან ფართო დიდი არჩევანი გაქვთ ხო? არა, ჩვენ მოყვებით აი ძალიან დიდი ხნიდან რომ არ იყო ეს დეკორები, მე მგონი პირველი თქვენი შემოტანილია აქ რაღაც განსხვავებული ფორმატის და ფერის ფილები ხო? სულ მაგას ვიხსენებ ხოლმე. ჯაუკენთან დაკავშირებით რაც მახსენდება, ეს არის ნუ ფილები არ იყო ხა 20 წლის წინ, სად იყო ღია ფერი, რაღაცა მარტივი მისინი და რო შემოიტანეს ბაბუაწორები იყო. აი ეს ბაბუაწორები. თამო შენ რამდენი ხანია რაც ხარიგის გახსოვს 15 წლის უკან. ანუ ჩვენ აი იქიდან ყველა დამკვეთრდა და ბაბუაწორებიანი და ეს ნახატები რო ქონდა ეს სამზარეულოსისინი რო იყო რა ქვია კაფელები ხო ხო და თან ის რაღაც სახე რო იყო კიდე და ღვინის ჭიქებიცაც ხო. თამო რამდენი წელია 15? იქიდან ვიცნობთ ჩვენ 15 წელია ხო? საკმაოდ დიდი წლები გვაკავშირებს და დიდი ურთიერთობები და ასე რომ ამაზე შეგვიძლია კიდე ცალკე ეს ცალკე თემაა კიდე ჩვენი პრიკლუჩენიები, ჩვენი ტურები და რაღაცა ესენი. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვები იყო ფაქტობრივად ჩვენი დღევანდელი პოდკასტის შეჯამება. წინასწარ ყველაფერი თითქმის უკვე ყველა თემასთან ასე თუ ისე შევეხეთ. ძალიან მიხარია რომ მომხმარებლებს სწორედ მივაწოდეთ ის რჩევები, რაც გაგვიზიარეს მარიკა და მეგინ ფორტისის წარმომადგენლებმა. რას ფიქრობთ ჩვენი კონცეპტორის შოურუმის შესახებ? რა ვიცი. ანუ ძალიან მოგწონს. აი ძალიან მოგწონს. ძალიან გაგვიმარტივდა, აი რა ვიცი, თამო მოსწრიან, ანუ რამოდენიმე ხა დამკვეთთან. მე აქვს ეს შეგრძნებები და რამოდენიმეჯერ ხო ვართ ეხლა რა ვიცი რომ ამოვდივართ უკვე ოჯახური განწყობა ყველაზე მთავარი ეს არის შოურუმში. ოჯახური განწყობა იმდენად რაღაცა ისეთი საინტერესოდ არის დაალაგებული ეს ყველაფერი, ანუ ჯერ ფართო არჩევანია და თან რაღაცა ისეთ თანმიმდევრულად, ანუ თითქოს დაი ყველა ვარიანტში რაღაცა შეარჩევს. გამორიცხულია, ეხლა რამდენჯერაც მოვსულოთ დამკვეთთან და რაღაცას მაინც ვარჩევ. და არ მიწევს, ნუ შეიძლება რაღაცა სიმაღლე, რაღაცა აი ეგეთი ის შეგვიშალოს რაღაცა მხელი, მაგრამ აი ძალიან მომწონს, გვიმარტივდება ძალიან დიზაინერებს. ძალიან სესიამოვნო. ხო, არა, მართლა ვამბობ ეხლა ამას ხო. ხო, რაღაცა ისეთი კარგად გრძნობ თავს რა და რაღაცა გეშლება ყველაფერი თვალწინ და უკვე წარმოდგენაც შეგიძლია უკვე თვითონ დამკვეთს შეუძლია, რომ აი როგორ გამოვა ის ბინაში. ჩვენი თავი მიზანიც ეს არის, რომ ისეთი პროდუქცია წარმოადგინოთ,
არჩევის პროცესი გავამარტივოთ, ზოგადად რემონტის პროცესი გავამარტივოთ და შევუმსუბუქოთ ის სტრესი, რაც დაკავშირებული არის რემონტის პროცესებთან და ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ დღეს. მე პირადად ძალიან ბევრი რაღაც ახალი ვისწავლე. ჯერ სათხარ. ჯერ კიდევ რემონტი წინ არის. ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვისაც, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. აი ჩვენთვის ძალიან მარტივი რაღაცა ეხლა შენ რომ მოგმართო ჩვენ ხო? აი ძალიან ისეთი ჩვენთვის იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა საკითხები გადაგიწყო. შეიძლება სადღაც 1 საათში მოგიგვაროთ ეგ ამბავი. ხო, ეგრევე მოგიგვაროთ. დროს ანუ დაზოგავთ სამ შემთხვევაში და თაზო პირადად შენ თაზოზე გვაქვს აქცენტი. თაზო შენ შეგიძლია თამამად მოგმართო, დაიმსახურე შენ ეს დღეს მით უმეტეს. ველოდებით შემდეგ პოდკასტს. კიდევ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ გვეწვიეთ ესეთი საინტერესო რჩევების მოცემისთვის. მეც აუცილებლად გამოვიყენებ ამ რჩევებს, რაც დღეს გაგვიზიარეთ და ჩვენი მომხმარებლებიც ძალიან ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებდნენ დღევანდელი გადაცემით და მადლობა ძალიან დიდი ესეთი რჩევების. ნაყოფიერი იყო, ძალიან გვეხარით. თქვენც ასევე დიდი მადლობა. მადლობა დიდი თქვენ, რომ გვიქმნით ასეთ სრულ კომფორტს. აი ძალიან გვიყვარს და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ნუ ეს ახალი ხელმძღვანელობა, ნუ საერთოდ საოცრებები ხართ ხო? იმიტომ რომ ეს არ ამოწმებთ. მიდის ყველაფერი და ძალიან საოცრებები ხართ ხო? ძალიან სასიამოვნო არის უკავშირის მიღება, მსგავსად რაღაც დროს ხარჯავ, ანუ ვითარებ და მსგავს უკავშირი აი შენი სურპრიზი იქ რაც გვედო ყუთებში. ხო გითხარი იმ დღეს აი იმდენად რაღაც კრეატიული იყო ეს ბოლოს რო უნდა ყუთს რო ცლი და რაღაცა საჩუქარი რო ამოდის ის რაღაც სურათი ტუმბოსთან მიდევს და ძალიან სასიამოვნოა ხო აი ძალიან ჭკვიანები და ძალიან კრეატიულები ხართ ძალიან დიდი მადლობა თელი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ და გამოგდით 100%-ით ინოვაცია რაღაც ახალი თქვათ ამ მიმართულებით განსხვავებულები ხართ და ძალიან მიხარია რომ ესეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს თქვენთან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მომავალ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ჩვენი არხი, მაქსიმალურად მეტ ადამიანს მივაწვნოთ ხმა რემონტის და ინტერიერის დიზაინის რჩევების მისაღებად. დროებით. დროებით.